საომშვიდობისა ბატონებო და ქალბატონებო, მედია კავშირი ობიექტივი მოგესალმებათ. გადაცემით პოლიტიკური ღამე. გადაცემას როგორც ყოველთვის გაუძღვები მე ვალერი კვარაცხელი. გუშინდელი დღე საკმაოდ მძიმე დღე იყო საქართველოში. ერთის მხრივ ზნეობა, მეორეს მხრივ სრული უზნეობა, ერთის მხრივ ტრადიციული ოჯახი, მშობლებისა და შვილების ურთიერთობების დაცვა, მეორეს მხრივ ეგრეთ წოდებული არატრადიციული სექსუალური ურთიერთობები და მათ მიერ მოწყობილი მიტინგები და დემონსტრაციები. რა არის ეს, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, რას ქვია და რას ნიშნავს არატრადიციული სქესობრივი ურთიერთობები. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, მრავალი ასპექტი აქვს. ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური, სოციალურ-ფსიქოლოგიური, რელიგიური, პოლიტიკური, რომ არაფერი ვთქვათ, სამედიცინოსა და ასე შემდეგ. დღეს შევეცდებით ჩვენ სტუმრებთან ერთად სწორედ ეს ასპექტები მივოვიხედოთ. სტუდიაში ჩემთან ერთად იმყოფებიან ბატონი გივი მერაბიშვილი, ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბატონი ნუგზარ რუხაძე, თქვენთვის ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი ჟურნალისტი, ბატონი ამირანაშვილი, სასულიერო პირი, მოძღვარი, მეუფე, ქალბატონი თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მე ვფიქრობ, საკმაოდ წარმომადგენლობითი აუდიტორია იმისათვის, რომ ამ პრობლემის ავკარგი გავარჩიოთ შეძლების დაგვარად, რა თქმა უნდა. ბატონო გივი, თქვენთან მინდა პირველი შეკითხვა დავსვა, თქვენ როგორც ფსიქოლოგი, რას ფიქრობთ, რა დოზით არის აი ამ პრობლემაში ფსიქოლოგია წარმოდგენილი? რა თქმა უნდა, აქ მრავალი ასპექტია, მაგრამ ფსიქოლოგიური შეიძლება ითქვას ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ცოტა ისეთი მით რომ დავიწყოთ ჩვენი საუბარი. თქვათ შეიკრიბა ხალხი და გამოაცხადა, რომ ვისაც ორი შვილი აქვს, გამოვიდეთ ქუჩაში და მოვაწყოთ სვლა. ორშვილიანების გამოსვლა მოვაწყოთ. თითქოს არაფერია რა, ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ხალხი დაფიქრდება, რომ რას აკეთებენ ესენი, ვინ არის? რატო გამოდიან? რას ნიშნავს? ან მელოტების, ან ულვაშებიანის, მრავალშვილიანები რო გამოვიდნენ, თქვათ, ვისაც 5 შვილი ყავს და მეტი, შეიძლება თქვან, რომ აი რაღაც გამორჩეული ხალხია და ამიტომ უნდათ გამოსვლა და რაღაც. შეიძლება გასაგები იყოს საზოგადოებისთვის და შეიძლება პატივისცემითაც მოეპყროს საზოგადოება, მაგრამ აი ორშვილიანები ჩვეულებრივი, რომელიც ძალიან ბევრია ალბათ საქართველოში და თქვან, რომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ თან ტრანსპარანტებით, დროშებით, რაღაცეებით. ალბათ ძალიან ბევრი იყოს, რომ ესენი ცოტა ვერ არიან. აი გინდათ პარალელი გაავლოთ, ხო, პარალელი მინდა გავავლო რა. აქ. თორე ისე ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, ფსიქოლოგია ესეთი რამეა რა, ადამიანის ფსიქიკა რო რაღაცეებს ეჩვევა. და ჩემს ბავშვობაში და მე რო წამოვიზარდე, მაშინ ეს ხეობა ძალიან იშვიათობა იყო, ყოველ შემთხვევაში აშკარად არავის არ უნდა ამას გამოთქმა ამის შესახებ ლაპარაკი და იშვიათად იყო, რომ ვინმე თავის თავს წარმოაჩენდა, როგორც ამათმავად და ამით ტრაბახობდა და ანამაყობდა. მაგრამ შემდეგ თანდათან საზოგადოება მიეჩვია. ფილმებში თვითონ მომრავლდა ეს ხალხი და ასე შემდეგ. ამიტომ ასე თუ ისე ფსიქიკა თქოს მიეჩვია, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს მიუღებელია. და რატომ? ეხლა ეს პირადად თქვენთვის როგორც მოქალაქისთვის თუ როგორც მეცნიერისთვის? როგორც მოქალაქისთვის და როგორც მეცნიერისთვის. თვითონ ფსიქოლოგიურად ეს არის სერიოზული პრობლემა და ჩემთვის ასეა და ეს ჩემთვის დასაბუთებულია ბევრ რამით, შემიძლია მაგალითად მოვიტანო და რაღაცა პრაქტიკიდან, ფსიქოთერაპიული პრაქტიკიდან, რომელსაც მე ვაწარმოებ, რომ ეს არის ფსიქიკური აშლილობის გამოვლენის ერთ-ერთი ფორმა. აი სულ ეს არის? სულ ეს არის? ხო, მარტივი სათქმელია რა, ფსიქიკური აშლილობა. ეხლა ჩვეულებრივი ფსიქიკური აშლილობის შესახებ როცა ვლაპარაკობთ, ვერ ვიტყვით არა, რომ თქვა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანი იყოს თუ არა, თქვათ სახელმწიფო მოღვაწე, ან იყოს პრეზიდენტი, ან იყოს თუნდაც პარლამენტის წევრი, ვიტყვით, რომ არ შეიძლება. ეს უნდა იყოს
იმ დაწესებულებებში, სადაც ამას კურნალობენ. ეს ადამიანები? ხო, ეს ადამიანები. ეს ადამიანები შეიძლება თუ არა იყვნენ ეს ადამიანები უნდა მკურნალობდნენ. ეხლა პრაქტიკაში მე მქონია ასეთი შემთხვევა, როცა არაერთი შემთხვევა, როცა აქვთ ხოლმე ადამიანებს განცდა, რომ თითქოს აქვთ ასეთი მიდრეკილება, რომ ჰომოსექსუალური მიდრეკილებები. რა შეასაქმე? როდესაც ხდება პათოლოგიური განწყობის ჩამოყალიბება, ეს არის განსაზღვრული ტრავმით, ფსიქიკური ტრავმის შედეგად ყალიბდება ეს პათოლოგიური განწყობა და არის ასეთი რამ, ასეთი კომპლექსი ჩდება, მინდა და არ შეიძლება ერთად. აი უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით თუ ავიღებ, მინდა და შეიძლება ქმნის ნორმალურ განწყობას. და მინდა და არ შეიძლება ქმნის პათოლოგიურ განწყობას. და ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება არის ძალიან ძნელი. ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერი მათი საქმიანობა. აი თუნდაც უბრალოდ რო ავიღოთ, თქვათ, მოუნდა რაღაცის ჭამა. უცბად მოდის, აი მოთხოვნილება არის და უცბად მოდის იქ ფსიქიკაში თვითონ არაცნობიერიდან მოდის აზრი, რომ რატომღაც არ შეიძლება. ეს თითქოს მარტივი რამეა, მაგრამ ახლა წარმოედგინეთ, ესეთი სექსუალური მოთხოვნება ერთ-ერთი უძლიერესია. და ძალიან დიდ სიამოვნებასთან არის დაკავშირებული. და რაც უფრო ძლიერია ეს მოთხოვნილება და სიამოვნების მიღების სურვილი, რაც უფრო ძლიერია, მით უფრო მოდის საწინააღმდეგო, მით უფრო მოდის მისი ამგზალავი სიტუაცია. აი ეს არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი და აი პათოლოგიური განწყობა სწორედ ამას განაპირობებს, რომ მინდა და არ შეიძლება არის ერთად. ეს არის რაღაც პარადოქსული რამ, რომელიც პირველად ფროიდმა აღმოაჩინა და მისი ახსნისათვის და ამ მდგომარეობიდან ადამიანების გამოყვანისათვის ძალიან დიდი მუშაობა ჩაატარა. და ჩვენს ყოველ არის თქვათ იკურნება, ექვემდებარება მკურნალობას. განკურნება შეიძლება. არის ამის მაგალითები. ხო, ამ შემთხვევაში ზოგადად ლაპარაკია ფსიქიკურ პრობლემაზე, რომლის ერთ-ერთი სახე არის სწორედ ის, რადგან ჩვენ ლაპარაკობთ. ახლა ჩვენ ძალიან ღრმად ამ საკითხებში თქვათ მის რაღაცა გენეზისში წასვლა არ გვინდა, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს კი არ არის თავარი. ჩავიდეთ, კი ბატონო. ჩვენთვის თავარი რა არის? ის ჩვენთვის თავარი ის არის თუ აი ამის მოძალება და მოჭარბება, ამისი მოხვევა თავზე საზოგადოებისთვის. სანამდე მიგვიყვანს, ან ვინ დგას ამის უკან და რატომ ხდება, რანაირად ხდება, ვისგან არის ეს პროვოცირებული. აი ეს საკითხები ალბათ უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ თავისთავად თვითონ აი თქვენ რასაც ლაპარაკობთ ახლა, თავისთავად უაღრესად საინტერესოა, რა თქმა უნდა. მე შეკითხვა მიჩნდება, ესე იგი თქვენ როგორ ფიქრობთ? ამაში ფიზიოლოგიური არურებია, აი ამ გადახრაში, აი ამ ანომალიაში და მარტო ფსიქოლოგიურია? არა, ფიზიოლოგიური არ არის. აი რო ავიღოთ ჩვენ ეს ადამიანები და შევისწავლოთ, თუნდაც მათი გენეტიკური თავისებურებები, ან ფიზიოლოგიური თავისებურებები, აქ განსხვავებას ვერ ვნახულობთ. კი, მაგრამ ჩვენ ახლა სექსოპათოლოგი და ასეთი მეცნიერი არ აქვს აქ, მაგრამ ეს ასეა და მიღებულია, რომ წმინდა ფსიქიკური პრობლემა არის და ფიზიოლოგიური არაფერი არ არის. შეიძლება ზოგი ფიქრობს და მე ესეთი აზრიც მომისმენია, რომ რა ვქნათ, ეს ადამიანის ბუნებაა, არ არის ასე. ადამიანის ბუნება არ არის ასე. მე შემიძლია მოგიტანოთ ერთი ასეთი ცნობილი მაგალითი 80-იან წლებში ამერიკაში საკმაოდ იყო გავრცელებული ეს სცენი და განსაკუთრებით იყო ეს საუნივერსიტეტო ქალაქებში. და შემდეგ როცა 80-იანი წლების შუა პერიოდიდან შიდსის პრობლემა წამოვიდა ძალიან მნიშვნელოვნად და იქ განისაზღვრა ასეთი რამ, რომ თითქოს შიდსი არის ძალიან დაკავშირებული ნარკომანიასთან და ჰომოსექსუალიზმთან. ასე იყო თავიდან დადგენილი. მე მგონი დღესაც ასე ამტკიცებენ. კი, გითხრათ რა, რომ ეს ახლაც ბევრი ფიქრობს ასე და ამიტომ ბევრ შეეშინდა ამ რომ შიდსი არ შეყროდა და თავი აეცილებია ამიტომ ბევრმა თავი დაანება ამას. ესე იგი შესაძლებელია, რომ თავისთავად ყოველგვარი მკურნალობის გარეშე მოხდა
ძალიან ბევრმა თავი დაანება. შიშის ფაქტორმა იმუშავა. შიშის ფაქტორმა გააკეთა ეს. კარგით, მივცემ მაყურებელს შემოსვლის საშუალებას. გისმენთ ყურებელს. ზანეთ ეთერში ხართ. ბატონო ვალერი, გამარჯობა. მოგესალმებით. ერთი შეკითხვა უნდა დავსვათ. ზანეთ, თქვენს ტელევიზორს მოусმენ. სოდომი და გომორი ხო არსებობდა? სოდომი და გომორი ხო იყო ჩვენთვის უკვე ხო აგვიხსნეს არა? სოდომ გომორის სოდვა ბიბლიიდან არის ცნობილი და ალბათ თქვენს გაამახვილებთ ამასთან დაკავშირებით ყურადღებას, მაგრამ მანამდე, აი ბატონო გივი, თქვენ ბრძანეთ, რომ ორშვილიანები რომ გამოვიდნენ ქუჩაში დემონსტრაციით, იქნება, რაღაცა გაუგებრობა და ანომალია, ხომ, რატომ? მაგრამ ორშვილიანებს თუ რაღაცა პრობლემა უჩნდებათ, იმის გამო რომ ორი შვილი ყავთ. ასეთ შემთხვევაში თუ გამოვლენ ისინი ქუჩაში ამ პრობლემის დაძლევის მოთხოვნით, არაფერი გასაკვირი არ იქნება. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ისინი გარკვეული პრობლემის წინაშე დგანან. ანუ განიცდიან დისკრიმინაციას. ანუ იდევნებიან იმის გამო, რომ ისინი არიან ასეთები. ანუ მათ არ აძლევენ რაღაცეების უფლებას, რისი უფლებაც მათი აზრით მათ უნდა გქონდეთ. ასე ორშვილიანები უკაცრავად, ორშვილიანებმა შეიძლება მოითხოვონ, რომ ჩვენ რახან ორი შვილი ყავს, ჩვენ სხვებზე უპირატესობა გვაქვს. ზოგს ერთი ყავს, ზოგს ხუთი ყავს, მაგრამ ორშვილიანები განსაკუთრებულები ვართ. ხო, გასაგებია, მაგრამ მივდივართ, ესე იგი, დისკრიმინაციის საკითხამდე. სწორედ იმიტომ მოხდა ეს საკითხი ანტიდისკრიმინაციულ კანონში, რომ ეს მოწოდებულია ისე, თითქოს არის დისკრიმინაციის სუბიექტი. აი ეს ადამიანები. სინამდვილეში ახლა ჩვენი სინამდვილე რო ავიღოთ, ქართული სინამდვილე. მე რო კაცმა მკითხოს და თქვენს დამეთანხმებით ალბათ რომ არავით არის დისკრიმინაციის სუბიექტები ისინი არ არიან და არც ყოფილან საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით იყვნენ ასეთი ადამიანები, ხელოვნების დარგის ძალიან ცნობილი წარმომადგენლები, ისე თანამდებობის პირები, სხვები და სხვები, რომლებიც მთელმა ქვეყანამ იცოდა, რომ იყვნენ, მაგრამ არავით არის დისკრიმინაცია მათ მიმართ არ ხორციელდებოდა, არავინ არ ურტყამდა, არავინ არ ცემდა, არავინ არ უკრძალავდა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გამოჩენას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი რატომ გახდა აუცილებელი, რატომ არის ასე მოჭარბებულად მათი მხრიდან მოთხოვნა იმისა, რომ ისინი იყვნენ თანასწორუფლებიანები, მაშინ როცა არიან თანასწორუფლებიანები. ერთადერთი რაშიც ისინი დისკრიმინაციას განიცდიან, არის ის, რომ მათ არ აქვთ ქორწინების უფლება და მათ არ აქვთ შვილების გაზრდის უფლება. აი ამას ითხოვს ალბათ ეს ხალხი, ხო? ახლა ჩვენ რომ კანონი მივიღეთ, ანტიდისკრიმინაციული კანონი და იმ უმცირესობათა შორის, რასაც ქვია, თქვათ, რელიგიური უმცირესობები, რასაც ქვია, ეთნიკური უმცირესობები და სხვა, სრულიად ბუნებრივი უმცირესობები, გავათანაბრეთ ეს ადამიანებიც. ამის შემდეგ ეს ადამიანები მივლენ, თქვათ, მაჩის ბიუროში თუ რა ქვია დღეს, რაღაც იუსტიციის სახლში, თუ სადაც ხდება ეს ქორწინების რეგისტრაცია და მოითხოვენ, რომ ჩვენ გვინდა დავქორწინდეთ. მივა ორი მამაკაცი და მოითხოვს დაქორწინების უფლებას, ან ორი ქალბატონი და მოითხოვს დაქორწინების უფლებას. შენ რომ უარს ეტყვი, აი სწორედ მაშინ აყენებ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. ეს კანონი რომ არ გქონდეს მიღებული და იმ სხვა უმცირესობათა გვერდით ესენი არ ყავდეს ჩამონათვალში არა, ასეთ შემთხვევაში არავითარი დისკრიმინაცია არ არის ეს, იმიტომ რომ არაბუნებრივია, არატრადიციულია, მიუღებელია, გაუმართლებელია რელიგიურად, საზოგადოებრივად და ამიტომ ასეთი რამე არ ხდება. სხვათა შორის, ჩვენ კონსტიტუციაში ვწერთ პარალელურად, რომ უпростоრად კანონში ვწერთ და ვაცხადებთ, რომ ოჯახი ეს არის ქალისა და კაცის, მამაკაცისა და ქალის მიერ შექმნილი ერთობა და ამ დროს ანტიდისკრიმინაციულ კანონში შეგვაქვს ჩამონათვალში აი ეს სექსუალური უმცირესობები და მათ ვაძლევთ სრულ უფლებას იმისა, რომ წავიდნენ წინ, გადადგან ნაბიჯი და მოითხოვონ ქორწინების უფლება და შვილების აყვანის უფლება. გისმენთ ბატონო მგლარ? არაფერი აქ რა უბედურები ვართ მაინც რა ეს ყველაფერი გვირთულდება რა. საბჭოთა კავშირის დანგრევა გაგვირთულდა ყველაზე მეტად ჩვენ. რუსეთთან ურთიერთობა ყველაზე მეტად გაგვირთულდა. მე ამ ევროპასთან და ნატოსთან ურთიერთობა ყველაფერი გვირთულდება, ესაც გვირთულდება რა.
მთელი სამყარო რაღაცნაირად უმკლავდება ამ საქმეს რა და ჩვენ უნდა შემოვიხიოთ ტანზე მაინდა-მაინც ესე იგი იმაზე რადგან პრინციპში კაცობრიობა უმკლავდება ჩვეულებრივად. არა, მთლად მარტივია საფრანგეთში ასეთი განწყობა, ხო, ასეთი განწყობა ისეთივე ძველია, როგორც უძველესი პროფესია ამ ქვეყანად. იცით რაზე ლაპარაკი, ხო? ეს ყოველთვის იყო, უბრალოდ იცი ადამიანები გამოვიდნენ არის ასეთი ტერმინი კლოზეტში ყოფნა და კლოზეტიდან გამოსვლა. ტერმინია ასეთი. კლოზეტში ყოფნა ნიშნავს რომ ჩუმატარი და მალავს, კლოზეტიდან გამოსვლა ნიშნავს რომ ის გამოდის და ამჟღავნებს. ანუ მასობრივად გამოვიდნენ ადამიანები, რომელსაც აქვთ ჰომოსექსუალური ორიენტაცია კლოზეტიდან. და ამიტომ ეს თვალი დასანახი გახდა. ეს მთელი სამყარო უყურებს ამას და აღიარებს რომ ასეთი რამ თურმე ყოფილა, თან ყოფილა მასობრივად. და ჩვენ რა გამონაკლისი კი არა ვარ. საქართველოში იგივე მდგომარეობა. თუ საქართველოში ადამიანები ესე იგი თქვენ პრობლემას ვერ ხედავთ. ხო, მოიცა, მე ხო არ მითქე რომ პრობლემას ვერ ავხედავ. პირიქით, მე ვხედავ ძალიან დიდ პრობლემას. რომ პრობლემაა ის, რომ ჩვენ პრობლემას ვერ უმკლავდებით. აი მას ვხედავ მე უპირველეს ყოვლისა. მაგრამ მე მაქვს ფორმულა ჩამოყალიბებული თავში, რომლითაც მე ხელმძღვანელობ. როდესაც მე ამ საკითხს მისვამენ და მთხოვენ კომენტარს ამ საკითხზე, მე ამ ფორმულით ხელმძღვანელობ. ეს არის ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ ჩვენ არ უნდა გქონდეს ჰომოფობიური განწყობა, მაგრამ ამავე დროს მათ ისიც უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ საზოგადოებაში მათ მიმართ ჰომოგენური განწყობა არ იქნება არასოდეს. მორჩა. და რომ არიციან და კარგად ამბობიან? უნდა იცოდნენ, რომ ისა ჩვენ ეს საზოგადოება ადამიანები ხალხი ჭრელია. უნდა იცოდნენ ისე მორალის დონეზე თუ კანონის დონეზე უნდა იცოდნენ. ორივე ჩვენ ხალხი ჭრელია, ჩვენ სხვადასხვანაირად ვაზრობთ, ფიქრობ და ეს განსხვავებული აზრი ყოველთვის მადლობა ღმერთს, რომ განსხვავებული აზრის პატრონები ვარ და ეს ყოველთვის ასე იქნება. ერთადერთი რა უნდა ცხადია რომ კანონში ყველაფერი უნდა იყოს უფრო ზუსტად აღნიშნული და უნდა იყოს იგი დახვეწილი, მაგრამ ცხადია რომ ჩვენ ჰომოფობები ვერ ვიქნებით. აი მას ესე ახლა რომ მოდიოდი აქეთ რადიოში მოვისმინე, ამ ზუსტად დაემთხვა, იცი ჩემი აქ მოსვლა. რადიოში რაღაც გადაცემას ამაზე ამერიკის ხმა გადმოსცემდა. და რა გავიგე, იცი რომ საქართველოს ტოლერანტული განწყობის მიხედვით თურმე ყოფილი ერთ-ერთ ბოლო ადგილზე მსოფლიოში, თუ ირანის და იორდანიის გვერდით დგას თურმე. ამ დროს ვართ ერთი საყვარელი ბუნჩულა, ესეთი ხალხი ვართ რა, სტუმარი გვიყვარს, რბილი ხალხი ვართ, იცი, ტოლერანტული ხალხი ვართ, პრინციპში ისტორიულად ვართ ტოლერანტული, კაცო. და ამ დროს დაგვერქვა ყველაზე არატოლერანტული სახელი. რატო? მე ამ საუბარს გავაგზავნე, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად არ მინდა რომ ძალიან გამიგდეს რომ სიტყვა წავარდავს ხეს, მოდი ყველამ თავი შესავალი გააკეთოს და მე იქნე მართლა რაღაც დასკვნები გავაკეთოთ სერიოზულად. კი ბატონო, მაყურებელს ხო? გისმენთ ყურადღებით. არავითარ შემთხვევაში არ დაგეთანხმებით. რა შეშია ტოლერანტობა? ტოლერანტობა და ცოდვა, როგორ შეიძლება ცოდვის ტოლერანტობა? როგორ უნდა გძულდეს ადამიანი? ღვთის ხატია. როგორ უნდა გაიმეტო ასეთი რაღაცისთვის? ეს მისი პირადი ამბავი არის ცოდვაში, ბატონო, მაგრამ თქვენ რომ მის მიმართ ტოლერანტი ხდებით და ესე იგი ასეულებით თქვენ მაგას, ეს სხვა ცოდვა ავიღოთ. ყველის მიმართ, იმიტომ რომ ესე იგი ყველა ნებისმიერ ცოდვა ავიღოთ რაღაცა და ეს ხალხი ერთად დაეწყოს და ესე პარადები მართოს და ჩვენ ტოლერანტ როგორ შეიძლება ჩვენ ყველა ადამიანი გვიყვარს, მაგრამ ეს ცოდვა არის ამაზრძენი, საზიზღარი. ამის კანონში როგორ შეიძლება ამაზე ლაპარაკი საერთოდ და კანონი რომელი ტოლერანტობა სიტყვა ტოლერანტობა ეხლა თქვენ არ ვიცი საერთოდ ლაფში ამოსვარეთ. კარგით, მადლობა გასაგებია თქვენი პოზიცია, თლად ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ტოლერანტობა ლაფში არ არის ამოსასროლი და არც არავის ამოუსწრია ალბათ, იმიტომ რომ აი ცოდვა მესმის რელიგიურად ცოდვა, ასე წერია ბიბლიაში, ასე წერია სახარებაში და ცოდვა და რა თქმა უნდა, ცოდვა უნდა ერქვას, მაგრამ როგორ მოვექცეთ ამ ადამიანებს, როგორ მოვეფხრათ ამ ადამიანებს, გაუგოთ მათ, შევიდეთ მათ მდგომარეობაში, დავეხმაროთ მათ, თუ არ დავეხმაროთ, ქვავესროლოთ, ტყვიავესროლოთ და ასე. ტოლერანტობა ამას ნიშნავს, სხვას არაფერს. მე მგონია რომ არავინ არაფერი არ უნდა ესროლოს, არავინ ამის გამო მას არაფერი არ უნდა აუგზავნოს ისეთი, რომელიც საზოგადოების დანარჩენ ნაწილს არ აყენებს ზიანს, მაგრამ აი დანარჩენ ნაწილს აყენებენ თუ არა ზიანს, ეგ უკვე ძალიან სპეციფიკური საკითხია. მე მინდა თქვენ გაჩვენოთ რაღაც კადრები
წუხელ გავიდა პირველ არხზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე თუ არ ვცდები ლია ჯაყელი არის რეჟისორი იმისა რაც მე ვნახე ფილმი ქვია ამას რამდენად არის ფილმი არ ვიცი მაგრამ იქ იყო რაღაც ძალიან საინტერესო მომენტები მოდით ნახოთ პატარა ფრაგმენტები და თან გზადაგზა ვისაუბროთ სადაც ძალიან ხშირად ამბობენ რომ ჩვენ ხო არ უვარდებით არავის ლოგინში თავისთვის რაც უნდა ისაკეთოს თავისი პირადია მაგრამ არა საჯაროდ და არა ჩვენს დასანახად ეს რაც მათი ხინალობა ძალიან ლოგიკურ არგუმენტად ეჩვენებათ და ძალიან ისეთ კეთილ გამოსავალს ეჩვენებათ რეალურად სერიოზული პრობლემაა იმიტომ რომ ადამიანები არ ვარსებობთ მარტო ჩვენს ოთახებში მთელი ჩვენი ცხოვრების მუღამი ის არის რომ ან თელ საზოგადოებასთან გარემოსთან კონტაქტით ვარსებობთ ხო ჩვენ ხო რაღაც უდაბნოს განდეგილი რომ ჩემთვის რაღაცას ჩავხდე უდაბნოში და ვაკეთო ის რაც ჩემთვის ვაკეთო რაღაცა ხო აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ თქვა გამოვიდე და საჯაროდ გქონდეს სექსი ამაზე საერთოდ არის ლაპარაკი აქ არის ელემენტარული ძალიან მარტივი საჯაროდ ჩემი როგორც გეის არსებობა ესე ვთქვა რა იმიტომ რომ შეიძლება მინდოდეს ამ შეყვარებულთან ერთად მივდიოდი და ცხენი გადავხვიო რაღაც ხო ძალიან ჩვეულებრივი მოქმედებები რასაც ყველა ადამიანი აკეთებს თქვა ან შედან და თქვა ლაპარაკობენ თავის სიყვარულზე ჰეტეროსექსუალი თქვა რა ხო ყვებიან და ეს არის ძალიან ყოველდღე უყურებთ ამას ტელევიზორში თავის პირადზე როგორ ლაპარაკობენ ადამიანები ხო საკმაოდ ერთი გეი გამოვიდეს თქვა იგივე გააკეთეს რომ ამაზე მომენტალურად ხდება ამბავი ამას არ ხო როგორც არის პროპაგანდა აგურახსნობის დემონსტრაცია არც არ განსხვავდება თქვა ერთი თავის პირად ცხოვრებაზე ლაპარაკობს და მეორე ხო აი ეს ახალგაზრდა კაცი აცხადებს ღიად საჯაროდ რომ ეს არის გეი და მას არ ყოფნის ის რა უფლებასაც მემაძლევენ ამბობს მემაძლევენ იმის უფლებას რომ რაც მინდა ის ვაკეთო ჩუმად ჩემთვის სადღაც ჩემს საძინებელში თუ ჩემს ლოგინში მაგრამ მე ეს არ მაგმაყოფილებს იმიტომ რომ მე ვარ მოქალაქე და მინდა ისევე ვიქცეოდე როგორც ვთქვათ ჰეტეროსექსუალები ანუ ჩვეულებრივი ადამიანები ასევე მინდა ქუჩაში ჩემ შეყვარებულს ხელი გადავხვიო ვილაპარაკო ჩემს სიყვარულზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბატონო ამირან ბატონებო მე ძალიან მინდა რომ თავშეკავებული ვიყო არა უნდა ვიყო სასულიერო პირი ვარ და სხვანაირად არ შეიძლება მაგრამ თავისუფლება არ ნიშნავს ცოდვის დაკანონებას და შემდეგ ამით სიამაყით განეწყო და ეხლა ჩვენ ვიცავთ ვის ვიცავთ ეხლა რატო ვარქვით ჯერ ერთი მე ვერ წარმომიდგენია უმცირესობა ვინ დათვალა ეხლა ეს უმცირესობაა თუ არიან ქვეყნები ბატონო ვალერი და ბატონებო ბატონმა ნუგზარი შესანიშნავად ალბათ ჩვენ ევროპაში ხშირად გვინახავს რომ არიან შეიძლება იქ უკვე გატოლდნენ უკვე და აღარ არის უმცირესობა რა სამწუხაროდ და რაღაც ხო რაღაც აქეთკენ არის ტოლვა ამიტომ ჩვენ მათ ნუუწოდებთ ასე და ნუც თავის თავს ნუუწოდებენ მე მინდა რაღაც აღნიშნო ასეთ ბუნებრივ სულ ფიქრობდი ახლა რახან მე აქ მომიწია მოსვლა და სამყაროში ორი არსება ადამიანი და მაიმუნთა ერთი ჯგუფი რომელიც ამ საქმეს იყენებენ არა გამრავლებისათვის ჩვენ უფალმა დაგვადგინა რომ აი ადამ და ევა დაასახლა მიწაზე გამრავლდით ფლობდეთ ყოველივეს და ასე შემდეგ და არის გამრავლება ხდება მამაკაცისა და ქალის შერწყმის შედეგად და ჩვენ გარდა გამრავლებისა ამ საქმეს ვიყენებთ უკვე გართობისათვის ვიყენებთ სიამოვნებისათვის და ცხოველთა ერთი ჯგუფია მაიმუნებში ფსიქოლოგი ალბათ დაასახელებს კიდევაც ამ ჯგუფს თუ არ ვცდები გორილებიდან რომ თუ აღზნებულია გორილა მეორე მივა მასთან და ამ საქმით აწყნარებს ამშვიდებს და ასე შემდეგ სხვა ფენომენი ასეთი არ არის ბუნებაში ასე რომ ჩვენ ბუნებრივ მოვლენიდან გადახრაზე გვაქვს საუბარი და არა ბუნებრიობაზე, ნორმაზე და იმ ნორმებზე. ნორმა, როდესაც ირღვევა,
მაშინ არანორმალური ქვია ამ საქციელს, არა, ჩემო კარგებოდა. აი ამ არანორმალურ საქციელზე გვაქვს ჩვენს დიალოგი, საუბარი, მთელი ქვეყანა ფეხზე დგას, რა ხდება? მე ხელოვნებაში გაზრდილი კაცი ვარ, ბატონო ვალერი და სულ 18 წლის ვიყავი, როდესაც ოპერის თეატრში მოვხდი. და ჩემი ქართველი ქალბატონები, ოპერის თანამშრომლები ძალიან მიფრთხილდებოდნენ, რომ რაღაც არ მოხდეს. ეს იყო 67 წელი. ორ დიდი დრო გავიდა იმის შემდეგ, თითქმის 30 წელზე მეტია, 300 წელია, მაგრამ განა არ იყვნენ მაშინ ეს ადამიანები იყვნენ ოდითგან, ჩვენ წელთაღრიცხვამდე, იყვნენ ყოველთვის, ამაზე არ ყოფილა ასეთი ხაზგასმა და რატომ მაინცსა და მაინც ჩვენ მოვინდომეთ, აქ უნდა ვეძებოთ ბატონო ვალერი, აი თქვენ პოლიტიკური მიმომხილველი ბრძანდებით უფრო და აი რატომ მოვინდომეს რომ საქართველოში მომხდარიყო ეს ლაბორატორია და განცდა, აი როგორ იღებს საზოგადოება ამას? არა, რას ვამბობ? მამა ამირა, ვერ დაგეთანხმებით, საქართველოში ლაბორატორია არავის არ მოუნდომებია, იმიტომ რომ თვითონ აქვს თავიანთ ქვეყანაში ეს ლაბორატორიები. ჩვენზე მეტი პრობლემა თვითონ აქვს ევროპაში, მთელ ევროპაში, სამწუხაროდ, თქვენ იცით რომ ევროპაში საოცარი ფაქტი მოხდა ერთმა ცნობილმა ისტორიკოსმა და მწერალმა, თავი მოიკლა პროტესტის ნიშნად პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. ყველას თვალწინ. იმიტომ რომ კაცობრიობა მიდის გადაგვარების გზით და იქნება აი ამგვარმა ჟესტმა ჩემმა კაცობრიობა გამოაქვეყნოს. ასე რომ საქართველოში რამე განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ შემოსვლა ხდება, შემოდინება ხდება, მთელი ნიაღვარი მოდის, ასე ვთქვათ. ეხლა თქვენ ბრძანდეთ თავიდან, როდესაც შეკითხვა დავსვით ბატონო ვალერი, რომ აი ეს ადამიანები ვინ არიან, რა ჯგუფს მიეკუთვნებიან და ასე შემდეგ, მაგრამ საშიშროება მე კი არ ვხედავ ვინც ამას აკეთებს პირადად, მაგრამ ჩვენთვის ჯერ ერთი ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე ძალიან მიუღებელია და ეს ადამიანები ყოველთვის ხარდის უკან მოღვაწეობდნენ. თქვენთან როგორც მოძღვართან, მამამირა, რომ მოვიდეს ასეთი ტიპის ადამიანი, ხალიან მამაკაცი და აღსარების მოცემა განიზრახოს, ზიარება რა. თქვენ უარს ეთქვით? ეს არის ცოდვათა შორის ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვა ჩემო ძვირფასებო და ჩვენ ამას რა თქმა უნდა ვერ მივესალმებით და მისი უწმიდესობის სიტყვები ალბათ ყველას ჩაგებეჭდათ გულში, გონებაში, სულში და შეიძლება ბევრზე მათ გადახრილ ადამიანები მყავს ხედულობაში, კიდევაც შეიკავონ თავი, რაღაც იქნება მოუხერხონ თავიანთ თავს და აი ჩვენთან მოდიან და არა მარტო მოდიან აღსარებლები, შეიძლება ჩემნაირ ფორმაშიც არის ვიღაცეები, შემოსილები. მე არავის შეეშინდეს დღეს აქ არავის არც დასახელებას, არც ვინმეს განკითხვას არ ვაპირებ, პირიქით, მე მებრალებიან და როდესაც ასეთ აღსარებაზე ერთ-ერთი ყმაწვილი ჩემი კოლეგა მოვიდა ჩემთან სასაუბროდ, მე მითხრა რომ მამა ამირან ცოტა მე აგრესიული ვიყავი ამ ხალხის მიმართ და დღეს მეღიმება ჩემს თავზე. იყო დრო, როდესაც სიონის ტაძარში ჯერ ვინმეს გამოაგზავნიდნენ, მამა ამირანი და მამა თემურაზ და მამა ლავრენტი იყო ჩვენი საძმოს ჯგუფი. ჩვენ თუ მორიგე არ ვიყავით, თავისუფლად მოდიოდნენ და სიონში ლოცულობდნენ. თუ ჩვენ ვიყავით მორიგე, მე ამას გულწრფელად ვამბობ, ეს ყველა მიცის, ვინ ჩვენ გვიცნობს, იქ ვერ გაიჭაჭანებდნენ. ასე რომ ჩვენ მას კი არ ვცემდით და არც ვებრძოდით და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას ვაყენებდით, მაგრამ აი მათი ფსიქოლოგიური, როგორც ფსიქოლოგი ბრძანებს, არ აძლევდათ უფლება, რომ ჩვენთან ბოდიში გაეჭაჭანებიათ კიდევაც. არა თუ რაღაც ესაუბრათ ასე შემდეგ. ესე იგი დისკრიმინაცია, მაგრამ ამას გრძნობდნენ, რაღაცნაირად იყო ეს დამოკიდებულება და თვითონ იყვნენ იზოლაციაში. მათ უნდათ იზოლაცია მოიხსნან, მე მგონი. და მაგრამ ეს თქვენი პირადი დამოკიდებულება, ეკლესია ხომ არ ეუბნება მათ უარს, რომ მოინანიონ? ეკლესია პირიქით, ეკლესია და მეც პირადად აი ჩემს სიტყვებს გავიმეორებ, რომელიც ამ ყმაწვილს უთხარი. ჩემო ძმაო და შვილო ჩემო, შვილად მეკუთვნის ასაკით. მე შენ არ მეზიზღები და შენ არ გაგინებ დაუშვათ ან შეურაცხყოფ. მე შეურაცხყოფ და ვაგინებ იმ მანკიერ მხარეს, რომელიც შეიძლება შემოჭრილია შენში. მოდი ერთად ვებრძოლოთ მას, ერთად დავძლიოთ და ჩემზე საყვარელი მამიკო, მამა და მეგობარი შენ არ გეყოლება მეთქი, მაგრამ დღეს
რაღაცნაირად რა ვქნა ჩვენ გიჭირს მათთან ტოლერანტობა და ამაში რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა ჩვენ მზადა ვართ რომ კარგით დავეხმაროთ გვერდში დაუდგეთ და შემოვიყვანოთ მაყურებელი გისმენთ ყველას გამარჯობათ მოგესალმებით ბრძანეთ ეთერში ხართ ალო გამარჯობათ გამარჯობა ესე იგი ბატონო ვალერი ძალიან მაინტერესებს აი თქვენ რატომ დასვით ასეთ შეკითხვა როგორ მოვექცეთ მათ როგორ ვექცეოდით 30 წლის წინ როგორ ვექცეოდით 40 წლის წინ მე უკვე 60 წელს კი არა 65 წელს გადამიჯებული ხარი ვარ როგორ გონიათ ეხლა ჩვენ არ შევხედრია ბატონი ამირანი რომ ამბობს რომ მე 67 წლიდან დავდივარ საოპერო თეატრში მე საოპერო თეატრში გავიზარდე ფაქტურად როგორ გონიათ მამაცმავლები და ისინი არ შემხედრიათ თეატრალურ ინსტიტუტში ლესბიანკები არ ყოფილა კი ბატონო ბრძანეთ როგორ მოვექცეთ აი შეკითხვა არ დავსვათ როგორ მოვექცეთ და არასდროს ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ მიგვეყენებია ჩვენი სანა ტოლერანტები მართლაც არავინ არ არის მსოფლიოში შეგვიძლია თამამად დავიტრაბახოთ რომ პირველი ვივართ ტოლერანტობაში ასევე შევიწყნაროთ ეს უბედურები ღმერთისგან დაჩაგურულები ხო და ესე იგი უბრალოდ თავისგან დაჩაგურულები ჩვენ ერთადერთი კაცი გვახსოვდა რომელიც იყო ბუნებით მასეთი დაბადებული კარგით მადლობა თქვენ უპასუხეთ შეკითხვას რომელიც მე დავსვი მე რომ არ დამესვა ეს შეკითხვა თქვენ ვერ უპასუხებდით უბრალოდ შეკითხვა სწორად არის დასმული პასუხი შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს მოდით კიდევ ერთი ფრაგმენტი ვნახოთ ხსენებული ფილმიდან და ეს პრესი რაც მოდის საზოგადოების მხრიდან რომელიც აი დღეს მიგაკეთებს კიდევ და წვითავს რა შეიძლება პატარა სივრცე დაგიწოვოს შეკრულ ჩაკეტილი იყო ესე თქვა რა ეს არის ირიბი ძალადობა ხო შეიძლება მას თავში ჩაგიტყავს მაგრამ ეს არის რეალურად ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა იმიტომ რომ თემა ისეთი რაღაცა ხო შეიძლება ვიღაცა შევას ფეხი მოგწეხოს წახვალ ექიმთან იმკურნალებს ხო მაგრამ აი გონებაზე როცა ხდება ეს თელი პრესი როცა გონებაზე შენ შესაბამისი შენ რეაქციას გონებითვე მიდის და გაცილებით რთულია ეს პროცესი, იმიტომ რომ მოტეხილით გამთელებას ბევრი ჩართული არ უნდა. აი გონებასა და ფსიქიკაზე როგორ ზემოქმედებს ეს ყველაფერი ჩაკეტილ სივრცეში არ გვინდა ცხოვრება, ჩვენ გვინდა ფართო ასპარეზიო ბრძანებს აი ეს კაცი, რომელიც საჯაროდ ამხელს საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, რომ ვარ გეი. ქალბატონ თამარ პირველს ყოვლის ამ ხმაწვილს ვერ დავეთანხმები იმაში, რომ მე მგონი ერთსქესიანთა კი არა ჰეტეროსექსუალების ესეთი გრძნობების დემონსტრირება საჯაროდ მე მგონი ლამაზი არ არის და ამ ხმაწვილს უნდა რომ საჯაროდ მოეფეროს ესე იგი თავის ხმაწვილ მეგობარს. როგორც ასეთი თავისთავად ტაბუირებული და ასეც უნდა იყოს. ამის ახსნა შეიძლება რატომ უნდა იყოს ასე, მაგრამ ეხლა ამ სიღრმეებში არ. უბრალოდ მე განსხვავებით ცოტა უფრო ღრმად ვიცი პოლიტიკური თვალსაზრისით რა არის ამის მიზეზი. მთელი პრობლემა არის იმ ღირებულებებში, რომელიც დღეს მკვიდრდება საზოგადოებაში და უნდა გითხრათ, რომ ევროპა ფაქტობრივად უარს ამბობს ქრისტიანობაზე და მიდის წარმართობისაკენ. და ის სწორედ ის ღირებულებები მკვიდრდება, რაც იყო, ესე იგი, ქრისტიანობამდე ევროპაში, ხო? აი მამოდა მეთანხმება ალბათ 313 წელს მიღებული იქნა ეს მილანის ედიქტი, რომლის მიხედვითაც ქრისტიანობა გამოცხადა ერთ-ერთ რელიგიად რომში და მაშინ ქრისტიანების რაოდენობა 10%-ს შეადგენდა. და აიგრძალა სოდომი და გომორი ეს გამოცხადა როგორც ცოდვა და სიკვდილით დასჯა იყო აი ამ ცოდვისთვის გამოცხადებული. ამას საკმაოდ გააჯანსაღა მოსახლეობა გაამრავლა და როდესაც ქრისტიანული ცივილიზაცია ჩაისახა მანამდე რა ცივილიზაცია იყო მოგეხსენებათ და სწორედ დაიწყო ეს ზნეობრივი ცხოვრების დემონსტრირება, ესე იგი ბერობა, ქალწულობის ინსტიტუტი, ზნეობრიობა და ასე შემდეგ. აი დღეს ყველაფერ ამას ნამდვილად საფრთხე ექმნება და იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ ესე იგი ირღვევა ამ განსხვავებული ესე იგი ჰომოსექსუალების და ვთქვათ ლესბოსელი ადამიანების უფლებები, არამედ ეს ხდება როგორც ნორმა
და ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტად ირღვევა ჩვეულებრივი ადამიანის უფლებები. აი თუ გინახიათ არ მახსოვს უბრალოდ არაჩვეულებრივი ფრანგული ფილმია, სადაც ჟერარ დეპარდიეც თამაშობს და ერთ ადამიანს აგდებენ სამსახურში და ადვოკატი მას რჩევას აძლევს, რომ თქვას ვითომ ის არის გეი. და აი ამის საფუძველზე მას ტოვებენ სამსახურში, ხო? ამიტომ ის პრივილეგირებულია დღეს უფრო ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი. მაგრამ მე მინდა შევეხო იმ ესე იგი გაცილებით უფრო რთულ პრობლემას, რომელიც ამის უკან დგას. და ეს არც ისე მარტივი პრობლემაა და არ არის ეს მარტივად მათი უფლებების აღიარება, არ აღიარება. საქმე ის არის, რომ დღეს ძალიან პოპულარული არის ეგრეთ წოდებული მეცნიერება, ტრანსჰუმანიზმი. ასეთი მიმართულებაა მეცნიერებაში, რომელიც ითვალისწინებს უდიდესი თანხები იდება ამ მეცნიერების განვითარებისთვის. ეს არის ნანოტექნოლოგიებზე ესე იგი დაფუძნებული ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, კოგნიტიური, თქვა ციფრული მეცნიერების შერწყმის კონვერგენციის შედეგად წარმოებული მეცნიერება, რომელიც საბოლოო მიზნად ისახავს ჯერ ტრანს ადამიანის შექმნას, ხოლო შემდეგ პოსტ ადამიანის შექმნას და ეს ადამიანი ესე იგი უსქესო ადამიანად არის მოაზრებული. რომელიც ანუ ადამიანებმა უნდა დაკარგონ გამრავლების უნარი. გამრავლების უნარი და ეხა ბუნებრივია ვინ იქნება ეს ტრანს და შემდეგ პოსტ ადამიანი. ის ადამიანები, ვისაც აქვს ფინანსური რესურსები, ხო? რომლებიც ეხა რაში გამოიხატება ამ ზე პოსტ ადამიანის არსი. ეს იქნება ზე გონებრივი შესაძლებლობით აღჭურვილი ადამიანი და ფაქტობრივად ლაპარაკია იმაზე, რომ შეიძლება მეცნიერება როგორც ასეთი აღარ არსებობდეს, იმიტომ რომ ეს იქნება ევოლუციის უმაღლესი წერტილი და როგორც ამბობენ, ესე იგი ეს არის ჩვეულებრივი ესე იგი მოვლენა ესე იგი ევოლუციისა ადამიანმა დაიწყო მაიმუნობიდან და ეხლა მიაღწევს ესე იგი ზე ადამიანს ესე იგი ზეგონებრივ ადამიანის ეს რაღაც კონკრეტული შემთხვევები უნდა იყოს თუ მასობრივი უნდა იყოს არა ასეთი ესე იგი შესაძლებლობა ექნება მხოლოდ იმ ფინანსური კლანების წარმომადგენლებს რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა რომ ასეთი ტიპის ადამიანი გახდეს ხო ნუ არ დაბერდებიან სიკვდილი შეიძლება არ იყოს ესე იგი გენეტიკურად გაიუმჯობესებენ თავის მონაცემებს და ასე შემდეგ ხოლო დანარჩენი ყველა ის ადამიანი რომელიც ასეთი არ იქნება და რომელსაც არ ექნება ამის საშუალება ის იქნება მართული და ძალიან ცუდ დღეში ხო იმიტომ რომ აი სხვათა შორის პატრიარქმა თავის ქადაგებაში ილაპარაკა სუროგატული დედების შესახებ და ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო, იმიტომ რომ მე ხა ვიცოდი რა ქონდა მას მხედველობაში, მაგრამ არ მოხდა აი ამ მისი ქადაგების სწორი ინტერპრეტირება და სრულად ინფორმაცია გადმოცემა თუ რას გულისხმობდა პატრიარქი, იმიტომ რომ უბრალოდ ჩვენი პატრიარქი ხანდახან გასაკვირია ისეთ ინფორმაციას ფლობს ხოლმე და ისეთ ქადაგებას წარმოადგენს, რომ ეხლა ვთქვათ მე მევალება, იმიტომ რომ ეს ჩემი სპეციალობაა, მაგრამ მისი თვალსაწიერი არის საკმაოდ დიდი და ის არასოდეს არ ამბობს არაფერს ტყუილა უბრალოდ, ხო? აი ამ სუროგატულ დედებზე სულაც არ ქონდა მას მხედველობაში, როგორც მე მივხვდი, ის რომ ადამიანებს, რომლებსაც შვილი არ აყავთ, ეს არის შვილის ყოლის შესაძლებლობა და მათთვის ესე იგი აეგრძალათ ასეთი ის მაგრამ სად არის ზღვარი ესე იგი დედობის და მამობის სურვილსა და აი სწორედ იმ ექსპერიმენტებს შორის როდესაც სწორედ აი ამ ზომამდე მივდივართ ხო და უნდა გითხრათ კიდევ აი ამასთანავე ჩემთან იყო მე გენდერის სპეციალისტი გახლავართ ამიტომ ეს საკითხები ასე თუ ისე ვიცი კარგად ჩემთან იყო ჟურნალისტი რომელმაც აიღო ინტერვიუ და გასაკვირალია რომ ძალიან მრავლად არის დღეს საქართველოში ესეთი სუროგატი დედების რაოდენობა და ესეც მექანიზმია ესე იგი ჩვენი საზოგადოება რომელიც ეკონომიკურად ასეთი გაჩანაგებული არის უკვე აი სასოწარკვეთამდე მისული ადამიანები ამაზეც კი დიდი სიამოვნებით მიდიან
ну ორგანოებს ყიდიან, ხო, ეს კიდევ ძალიან დიდი პრობლემაა და წარმოიდგინეთ თქვენ აქ სუროგატი დედობა გაცილებით უფრო იაფიჯდება, ვიდრე ვთქვათ ევროპაში. ამიტომ მასობრივად აი ამ ტურიზმა იმატა საქართველოში, რომლის მიზანიც არის აქ სუროგატი დედების შოვნა. თქვათ იქ თუ 30-50.000 евро ღირს, საქართველოში შეიძლება 5 და 10.000 ევროთ, ესე იგი იშოვნონ ეს სუროგატი დედები. ეხლა ესე იგი საკითხა ეს თემატიკა, ასე ვთქვათ, იშლება, ფართოვდება და ძალიან სერიოზული ძალიან რთული პრობლემა და არც თუ ისე მარტივი, როგორც ჩვენი საზოგადოება უყურებს და ეს არის მხოლოდ ესე იგი ამ უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემა. მაგალითად ალბათ დამეთანხმებით თქვენ რომ 90-იანი წლებიდან ასეთი დაავადება ამოღებული იქნა სამედიცინო დაავადებათა რიცხვიდან და დღეს ის ითვლება აბსოლუტურად ჩვეულებრივ მოვლენად. ეს არ არის რაღაცა დევიაცია და რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, არსებობს ორი სახის დევიაცია. ერთი, როდესაც არის ქრომოსომებში დარღვევა და ადამიანი დაბადებიდანვე არის ასეთი დევიაციით დაბადებული და მეორე ეს არის სოციალიზაციის შედეგად გამოწვეული დევიაცია. ხო, გაცილებით უფრო დიდი პროცენტია სოციალიზაციის შედეგად, ვიდრე ვთქვათ თანდაყოლილი ამ დევიაციით. ახლა ჩვენ არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას, როგორ ვითარდება ბავშვი ოჯახში, ვთქვათ არა? როგორ ახერხებს და ახდენს საკუთარ სქესთან თვით იდენტიფიკაციას. არადეს საკმაოდ სერიოზული პროცესია, ხო? ეს არის ძალიან სერიოზული. როდესაც ხედავ რომ თქვათ ბიჭი ძალიან არის, აი თქვათ გოგოს თამაშებით დაკავებული, გოგოს ტანსაცმლით, პომადით და რაღაცეებით რა, პარფიუმერით და ასე შემდეგ. ეთყობა მაშინ დროზე უნდა ყურადღების მიქცევა, ხო? გივი არსებობს რაღაცა ფორმულა, რაღაცა რეკომენდაციები იმისათვის თუ როგორ უნდა მოიქცეს ოჯახი ასეთ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი შეატყობს რაღაც გარკვეულ გადახრებს. გინდა გოგო იყოს, გინდა ბიჭი. სწორედ ეს იდენტიფიკაციის პრობლემა ძალიან სერიოზულია. უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ ხედავთ ხოლმე, სულ პატარა გოგონებთან და ბიჭებთან, რომ ის გოგონაა და ბიჭია. აი გოგონა იპრანჭება თავისებურად ის თოჯინებით თამაშობს, ბიჭი უფრო თქო იარაღით და მანქანებით და რაღაცეებით და ამიტომ ეს ბუნებრივად, ჩვეულებრივად ვითარდება და ბევრს ეგონა კიდევაც, რომ არავითარი პრობლემა არ არის, მაგრამ სწორად დასვით თქვენ ბატონ ვალერი საკითხი, რომ იდენტიფიკაციის პრობლემა ეს არ არის უბრალო რამ და ხშირად მართლაც ხდება ხოლმე. ახლა რასთან არის დაკავშირებული? მე თავიდან იმიტომ დავიწყე, რომ ეს ფსიქიკური აშლილობის პრობლემაა და ფსიქიკური აშლილობა ეს იმდენად ზოგადია, თქვენ ქალბატონო სწორად ამოვით, რომ ეს არ ეხება მარტო ჰომოსექსუალებს, სხვა საკითხებთანაც არის დაკავშირებული და უამრავი რამე შეგვიძლია ვთქვათ, რომელიც აქ არის დაკავშირებული და ბატონო გივი, ეს არის თუ არა ავადმყოფობა? კი, მე შემიძლია ვთქვა, რომ ავადმყოფობაა. მაგრამ ამოიღეს ევროპაში ეს აღარ არის ავადმყოფობის ჩამონათვალში. და ისიც რომ ბევრი სხვადასხვა დაავადება, რომელსაც მედიცინაში სხვადასხვა სახელწოდებით ვიცნობთ, არის სწორედ ფსიქიკური აშლილობიდან წამოსული. ამდენად და რამდენადაც ეს ყველაფერი ბავშვობაში ხდება, პირველი 6 წელი არის სწორედ გადამწყვეტი, რომ იქ ხდება ფსიქიკური ტრამვების მიღება და იქ არის რისკ ფაქტორები, რომელიც ამას იწვევს. ეხლა ზოგთან იწვევს და ზოგთან არის, ამიტომ არის რისკ ფაქტორი და არაუცილებელი გამსაზღვრელი ფაქტორი. და თუ ჩვენ სწორად ავზდით ბავშვებს და ამის საშუალება არის, ამის მექანიზმები გვაქვს, ეს ყველაფერი ჩვეულებრივად ჩადგება კალაპოტში. თუ არა, წარმოიშობა უამრავი სახის დაბრკოლება, რომელიც შემდეგ უკადის აი ამ შეუცვლელი და ყველას ვახსოვს ახლა, ჩვენ ახალგაზრდობაში რო გადიოდა ასეთი კრამერის ფილმი, თვითონ ფილმი არ იყო დიდი მხატვრული მნიშვნელობის, მაგრამ სათაური ძალიან კარგად მახსოვს. შეშლილი მსოფლიო. კი, მე კარგად არა? აი ეს პრობლემა უამრავი სხვადასხვა ფორმით გამოიხატება საზოგადოებაში. და მე აუცილებლად მინდა ვთქვა, აი ახლა დღეს მაგალითად მიმდინარეობს დიდი კამპანია ამ ნარკოტიკების წინააღმდეგ, ბიონარკოტიკის წინააღმდეგ. აი ესეთი შეგონებებით და რაღაცეებით პრობლემა არ იხსნება.
არ არსებობს ასეთი რამე, დაუშვათ ასეთი რამე რო არა, თქვათ არაცნობიერ ფსიქიკურ სადღაც აქ არის რაღაცა პრობლემა. თუ ეს არ გაიხსნა აქ რო ვეხებით ამას, აქ მოვაწესრიგოთ, აქ ის ვქნათ, ეს ვქნათ, იმას არ ეხება. იმის გვერდზე იკავებს ადგილს. იმას არ ეხება და ამიტომ რო ვეთქვით ადამიანს რომ ნუ გააკეთება მას, არ შეიძლება და ესე არავითარი შედეგი ამას არ ეხება. მაგრამ ფსიქოლოგებმა იციან იქ მისასვლელი, ხო? კი. მაგრამ ძალიან ბევრი გაგიჭირდა წინააღმდეგობას ალბათ იმაში რომ როცა ბრძანებთ რომ ეს ასე ვთქვათ პათოლოგია ხო ბევრი გაგიჭირდა ეს ავადმყოფობაა ანუ პათოლოგია შეიძლება ბევრი გაგიჭირდა რომ მედიცინა ჯერჯერობით არა ის მედიცინა რომელიც საფეხურზე წეს ის არის დღეს ჯერჯერობით გარკვევით ვერ ამტკიცებს ამას ყველაფერს ამაზე კამათი მიდის ძალიან სერიოზულად არჩევანია ეს თუ ეს არის როგორც თქვენ ბრძანეთ ალბათ თამარ დევიაცია შეიძლება ეს ტერმინი ძალიან ბევრმა ვერ გაიგო დევიაცია რაც გადახრას ნიშნავს და დაიცოდეს ყველა მე გადახრა თუ ეს დევიაცია ესე იგი მაშინ სხვა მეთოდი ჭირდება და სხვა მიდგომა ჭირდება თუ ეს არის გენეტიკური და თუ ეს არის ესე იგი ასე ვთქვათ თანდაყოლილი მაშინ სულ სხვა რაღაცას თქონია საქმე ამიტომ თავად კაცობრიობაა ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით დაბნეული მაგრამ მე ვალე აი შემიძლია ჩემთავს გავუწო წინააღმდეგობა პირდაპირ ეხლა ვერა მე პარადოქსი ვარ ეხლა აკაბლონი თამარია კაბლონი ამ ბატონი გივი ან კაბლონი ბატონი თქვენ თუ მიშველი და გამარკვევ და დამაყენებთ წესიერ გზაზე ძალიან ბედნიერი კაცი ვიქნები ერთი ხრივ ამას ვფიქრობ რომ ესე იგი ძალადობა საერთოდ რას გავს ადამიანის მიერ რაც არ უნდა იწვევდეს ამ ძალადობას და მეორე მხრივ ვიცი რაღაც შეწუხებული ვარ იმიტომ რომ კაცო ამ დაუცულ საქართველოში ეს გადასარავი მშვენიერი ულამაზესი უდიასახლისესი გოგოები ვერ თხოვდებიან და ახლა კიდე გასათხოვარი ბიჭები დაგვემატა რა შეიძლება გააფრინო ესე იგი ამის გამო ეს გასაგებია ხო მაგრამ კარგი ნუ ძალიან აი მიყვარს ხოლმე შენი ჩართვები ეს საინტერესო ემოციური ექსპრესიულობაში ვარ აი აზე არა ვარ ავქნა რა კი მესმის მოდი ახლა მაყურებელს ვკითხოთ აბა რას გვეტყვის გასაფუძვლები აქვს ამას გისმენთ ყურადღებით ჩავთვალოთ რა იქ არის სწორედ ისეთი რამ აი გისმენთ ყურადღებით მოგესალმებით გესმით ჩემი ხო დიახ თქვენ კაი ხალხო თქვენ რა არის საერთოდ არ მიმაჩნია ეს ჰომოსექსუალისტები აი ავადმყოფობა რა ესენი არიან ჩვეულებრივი სატანის მიმდევრები და ეშმაკის მიმდევრები თორე ბატონმა ჯონდიმ კარგად კადრები რომ მეიტანა გრიგოლიას გადაცემაში და როგორ გაუშვებოს აი კარგად ჩანს იქ როგორი სატანისტები არიან და ეშმაკის რომელ ავადმყოფობაზეა საუბარი ესენი არიან ძირფესჩვენად ამოსაძირკი ადამიან პიროვნებები ადამიანებადაც არ სატანის ესე იგი ღმერთი მოძალადე გამოდის სოდომ გომორას განადგურა თქვენ როგორ მოძალადე აღმერთი სოდომ გომორას განადგურა მადლობა ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრება მაგრამ ალბათ არა უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტება არის განსხვავებული მოსაზრებებიც და ეს მოსაზრებებიც უნდა შევაჯეროთ აი ახლა კიდევ წარმოგიდგენთ ერთ ფრაგმენტს იმხსენებული ფილმიდან ახალგაზრდა მშვენიერი გარეგნობის ყვაწვილი აცხადებს რომ არის გეი და აი მოვისმინოთ რას გვეტყვის საფხული 20 წლის ხდებოდი, როდესაც თქვა დავისვიდე და ჩემი და მამა ჩემი და რაღაც უთხარი დედა მამა მეგეი ვარ. რაღაც თავიდან თქო უნდა არაერთგვარი რეაქცია იყო, ჩვეულებრივი რეაქცია როგორც ქართველი. ჰეტერონორმატიული ოჯახი როგორც მიიღებს თქვა ამ იმას, დედა რა გვაშველება მოგვეჭრა თავი, ხალხი რა სიტყვის ჩვენზე და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ გავიდა თქვა რაღაც პერიოდი 1 თუ 2 კვირა, მაგრამ მე მიხსნე რომ იცი რა ორიენტაციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არ ვარ ის ისეთი ტიპის არ ვარ, როგორც თქვა სტერეოტიპები არსებობს, რა ეს არის ავადმყოფები, ესენი არიან გაყოლები, ესენი არიან რაღაც ხوارს, მთელი სია რიგი ამ სტერეოტიპების და მიხსნე რომ ოკეი რაღაც კარგი რაც მინდა შენ გიქნიან, შენი ცხოვრება არის და ნუ გარდა ამისა, თქვა როდესაც მამა ჩემი უყურებს ტელევიზორს და ვინმე გეი გადის იქ გამომხედავს ხოლმე სახე კი შეეცვალა უნდა რაღაც თქმა ეს რაღაც აი ეს პინდა რაღაცა და არ შეგვჭამეს და პინდა რაღაცა ტელევიზორში გამოდიან სულ და
მაგრამ ხდება რომ არ უნდა თქვას ეგ იმიტომ რომ თვითონ ყავს თქვა ოჯახში გეი რომელსაც იგივე სტერეოტიპები არსებობს და იგივენაირად ლაპარაკობს და თვითონ მიხვდა რომ არ არის ეგრე და შესაბამისად იმასაც ხდება რომ ეგრე არ არის და უბრალოდ სტერეოტიპია. აი გინდა გითხრა რომ ჩვენ ამას შევეჩვევით ყველაფერს. აი გახსოვს მე რო ვიზრდებოდი მაგალითად რესტორანში შემოსული ქალი იყო პათოლოგია. ტრაგედია იყო რა რესტორანში დანახული ქალი. ქალები არ დადიოდნენ ამიტომ კაცები დაფრაზებდნენ თვალ და უყურებდნენ. ქალს რა უნდა რესტორანშია, მაგრამ გახსოვთ თქვენ ეს დრო ქალბატონ თამა. ეს იყო სულ რაღაც 20 წლის წინ, 30 წლის წინ, მეტი კი არა. კარგი რას ლაპარაკობ. გეუბნები რა რესტორანში ქალი შემოსვლა იყო რაღაც სასაული რა. მაგრამ შევეჩვიეთ იმას რომ სოიარლიყით შემოდიოდა. შემოვიდოდა. და აი მახსოვრეთ ჩემთვის, ჩვენ ამას მივეჩვევით. კარგი, მე მგონი ამოიწურა ჩვენი პირველი ნაწილი ჩვენი გადაცემისა და შევისვენოთ 10 წუთი და დავბრუნდებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ვაგზელებთ ჩვენს გადაცემას მეორე ნაწილს ჩვენ ვსაუბრობდით ეგრეთ წოდებული არა ტრადიციული სქესობრივი ურთიერთობების პრობლემასთან დაკავშირებით. სტუდიაში ჩემთან ერთად იმყოფებიან ფსიქოლოგი გივი მერაბიშვილი, ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, მოძღვარი მეუფე ამირან ამირანაშვილი, პოლიტოლოგი ქალბატონი თამარ კიკნაძე. მაშასე ჩვენ ვსაუბრობდით სკეთზე, რომელიც ჩვენ დასაუბედუროთ, ჩვენ და სამწუხაროდ მეტისმეტად მტკივნეული და გრძნობიარე თემად იქცა. როგორი არის დამოკიდებულება საზოგადოებისა? სწორედ ამის გარკვევა გვინდა, თუმცა პრინციპში აქ ყველაფერი გარკვეულია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქვეყანა, მართლმადიდებელი ხალხი და მართლმადიდებლობა ამას მიიჩნევს უდიდეს ცოდვად. ეს ასე მოდის საუკუნეების განმავლობაში და ალბათ საუკუნეების განმავლობაში ასე დარჩება ვიდრე მართლმადიდებლობა იქნება, მე მგონი მართლმადიდებლობა ყოველთვის იქნება ვიდრე ადამიანი იარსებებს. მაინც მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირი ვყავს სტუდიაში, მე მინდა კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ჩვენ პატრიარქის დამოკიდებულება იმ კანონთან და საერთოდ ამ საკითხთან დაკავშირებით, კანონთან, რომელიც ახლახან იყო მიღებული და საერთოდ ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო? უკანონობის დაკანონება ეს დიდი ცოდვა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა, არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას. გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი და მე შევთხოვე უფალს, რომ უფალმა შეგვინდოს შესაძლებელი ჩვენი საქართველო ნუ გეშინიან, უფალი ჩვენთან არის. ნუ მართლაც დიდებული სიტყვებია და აი რაღაცნაირად დაგბრუზგლავს ტანში, როდესაც ამას ისმე, რომ ჩვენ მოვა დრო, როდესაც ვინანებთ და გაგვიკვირდება, როგორ ვიღებდით ამგვარ კანონებს. ახლა შეკითხვა მინდა დავსვა, როგორ შეიძლება ხდებოდეს, რომ ქვეყანაში მართლმადიდებელ ქვეყანაში ჩვენ ლამის ქრისტეს ასაკის ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა გვაქვს, ხო? აი ამ ქვეყანაში პატრიარქი, მთელი ეკლესია, სამღვდელოება გამოდიოდეს აი ამ კანონის წინააღმდეგ და ძალიან კომპრომისული თხოვნით შედიოდეს პარლამენტთან, რომ მოდით ცოტა გადავდოთ ამ კანონის მიღება, იმიტომ რომ საზოგადოება მოასწროს რაღაცის გააზრება, რაღაცის გაცნობიერება და იქნება აი პატარა ამოსუნთქვის საშუალება მისცეთ საზოგადოებას. აი, როდესაც საკანონმდებლო ორგანო ასე ჯიუტად უწევს წინააღმდეგობას პატრიარქის ამ მოთხოვნას და ეკლესიის ამ მოთხოვნას. ესე იგი, ისინი თავიანთ თავს არ ეკუთვნიან. მათ უკან დგას რაღაცა ისეთი ძალა, რაღაც ისეთი მანქანა და მექანიზმი, რომლისათვის წინააღმდეგობის გაწევა მათ არ შეუძლიათ. ასე უნდა ვიფიქროთ ალბათ, ხო? ქალბატონ თამარ, მე თქვენთან მაქვს შეკითხვა.
პირველი შეკითხვა. არის თუ არა ეს დასავლეთი? არის თუ არა ეს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა, რომელიც ეუბნება აი ამ ჩვენს ხელისუფლებას, მთავრობას, პარლამენტს, რომ ყველა წინააღმდეგობა უნდა დაძლიოთ, ყველა წინააღმდეგობა უნდა გადალახოთ და ეს კანონი აუცილებლად უნდა მიიღოთ. რამდენად ეს ეუბნება არ ვიცი, მაგრამ ეს რომ ევროპული ღირებულებებია, ეს საყოველთაოდ არის აღიარებული, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც ევროვიზიაზე გაიმარჯვა კონჩიტამ, ხო? ეს მოგეხსენებათ, რომ პოლიტიზირებული კონკურსი გახლავთ და ეს იყო სრულიად ისეთი ნათელი დეკლარირება იმისა, რომ დღევანდელი ევროპის პრიორიტეტი არის სწორედ ასეთი ადამიანი. ამიტომ მე მაგალითად რამდენიმე ხნის წინათ ვნახე, რომ ჰოლანდიაში ლაპარაკი იყო პედოფილების პარტიის რეგისტრაციაზე. დღეს მაგალითად ევრონიუსში უყურე, როდესაც უკვე ბარათები აღარ არის საჭირო და ხელით შეიძლება იდენტიფიცირება და ბარათების მაგივრად, ესე იგი, შეგიძლია შენი ხელით მიიღო, ესე იგი, თანხა და განახორციელო მთელი რიგი ოპერაციები. ამიტომ ეს ნამდვილად არ არის მოგონილი პრობლემა. ჩვენ ესე იგი ამ ინფორმაციებს რაღაცა ყურს მიღმა ვატარებთ, მაგრამ ეს არის ძალიან აქტუალური და საზოგადოება უნდა იცოდეს ამის შესახებ. რაც შეეხება მართლმადიდებლობას და ჩვენ პატრიარქს, მართლმადიდებლობა არის ყველაზე უფრო დოგმატური რელიგია, ამიტომ მოგეხსენებათ, რომ ამიტომ არის ჩვენს პატრიარქზე ასეთი თავდასხმები და ვითომ ძალიან ცივილიზებული ადამიანები ამბობენ, რომ დღეს სამღვდელოება არის რეტროგრადული, იგი არის ფუნდამენტალისტებით სავსე და ეწინააღმდეგება იმ პროგრესულ ძვრებს, რაც დღევანდელ საზოგადოებაში მიმდინარეობს, ხო? და თვითონ რო ნახოთ პოლიტოლოგიის სახელმძღვანელოები, იქ წერია, რომ მართლმადიდებლობა და ისლამი ხელს არ უწყობს დემოკრატიული პროცესების და ინსტიტუტების ჩამოყალიბებას სხვადასხვა ქვეყნებში. ასე რომ პირდაპირ არის გაცხადებული ამის შესახებ და მართლმადიდებლობა მართლაც ყველაზე უფრო დოგმატური რელიგია, ღმერთთან ახლომდგომი რელიგია. თუ ჩვენ მას კათოლიციზმს შევადარებთ, რომელიც დღეს მოიაზრება სწორედ ასეთი გლობალიზებული სამყაროს სულიერ ცენტრად, ვნახავთ, რომ თავისი ისტორიის განმავლობაში კათოლიციზმი ყოველთვის ცვლიდა სოციალურ დოქტრინას იმის გამო, რომ შეენარჩუნებინა ლიდერის პოზიცია, ხო? მართლმადიდებლობას არასოდეს არ გაუკეთებია ესეთი ქმედება, იგი ყოველთვის ერთგული იყო თავისი დოგმატების და დღეს სწორედ ყველაზე აქტუალური არის ბრძოლა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და ის პროცესები, რაც მიდის საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, სერბეთში ასე შემდეგ ნახავთ, რომ პირდაპირ არის კავშირი სწორედ მართლმადიდებლობასთან, ხო? ნუ ეხლა ვერავის ვერ უმტკიცებ იმას, რომ ეს არის ტექნოლოგიების შედეგად მიღებული წინააღმდეგობები რუსებსა და უკრაინელებს შორის, თქვათ ქართველებსა და რუსებს შორის და პირდაპირ არის, ესე იგი, დარტყმა თვითონ ამ მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, ხო? და აი, ქალბატონო, რა არის ეს პოლიტიკური ინსტრუმენტია, პოლიტიკური ბერკეტია გავლენის მოსახდენად, თქვათ, აი ამ მიმართულების საზოგადოება LGBT. აი, თვითონ, თქვათ, სად არის საწყისი ამ ასეთი ადამიანების ფორმირებისა, მე მაგალითად უფრო შევადარებდი კაბალისტიკას, სადაც პირდაპირ თუ ბიბლიაში არის ადამი და ევა, იქ არის ერთსულოვანი, ესე იგი, ერთსქესოვანი ღმერთი, რომელიც დასჯის შედეგად, ესე იგი, გაორდება და გადაიქცევა ქალად და კაცად და ეს არის ერთგვარი სასჯელი. ხოლო საბოლოო მიზანი არის უსქესო ადამიანის ჩამოყალიბება და აი მივდივართ სწორედ აქამდე და ეს არ არის მართლაც მე ისე ვიმეორებ რაღაცა მოგონილი, თქვათ, ისეთი არარეალური ინფორმაცია, რასაც მე ვამბობ, ეს ექსპერიმენტები ნამდვილად მიმდინარეობს და აი ჩვენც როგორ იმაში ვართ, იცით, აი თუნდაც ეს ფილმი, ეხლა მე დარწმუნებული ვარ, ეს ფილმი ძალიან კარგად არის დაფინანსებული და მას საკმაოდ ისეთი დიდი ეფექტი აქვს, ასე ვთქვათ. მე ყოველდღიურად ათასობით სტუდენტთან მაქვს საქმე და ვიცი მათი განწყობა.
დღეს საზოგადოებრივი აზრი არის მეტწილად მოbrunებული იქითკენ, რომ ადამიანი, რომელიც არ აღიარებს, ესე იგი, ამ სქესობრივი უმცირესობების ასეთ მდგომარეობას, ასე ვთქვათ, დომინირებულს, ისინი რაღაცნაირად ჩამორჩენილებად ითვლებიან. თუ არის ის კატეგორია, რაგი ფილმი შევეხეთ, რა მინდა ვთქვა, რომ ეს არის მე თავიდან ბოლომდე ვნახე ეს ფილმი, ეს არის ძალიან უნიჭოდ გაკეთებული ფილმი. ეს არის აი პირდაპირ არავითარი შეხება ამას ხელოვნებასთან არ აქვს. ეს არის უნიჭო პროპაგანდის მცდელობა და მისმა დამფინანსებელმა აქედან მინდა პირდაპირ უთხრა თუ ეს ქართველია ვინმე უფრო მგონია რომ დასავლური დაფინანსებაა ეს ფული პრაქტიკულად გადაყარა იმიტომ რომ არავითარი ეფექტის მომდანი ეგ ფილმი არის. ნუ იტყვით მე ესე არ ვფიქრობ, იმიტომ რომ უკვე არის დეკლარირება და ღიად გამოდიან ახალგაზრდა ქართველი ბიჭები და ლაპარაკობენ თავიანთი ორიენტაციის, სექსუალური ორიენტაციის. ხდება ნელ-ნელა საზოგადოების შეგუება, აი დღესაც ჩვენ რო ამაზე ვლაპარაკობთ, ეს ძალიან კარგი დამადასტურებელია და იცით ამას ეძახიან ეგრეთ წოდებული ბაყაყის ეფექტი. როდესაც ბაყაყს ცხელ წყალში აგდებ, ის მას რეაქცია აქვს და ამოხტება და გადარჩება და შენ ხარშაվել ნელ-ნელა. ჯერ ცივ წყალში ჩაგ, მერე ნელთბილში ქსიამოვნებენ, მერე კიდე და ისე მოიხარშები, რომ ვერც გაიგებ და აი ჩვენ თუ მივადევნებთ თვალს იმ პროპაგანდას და განა ასე არის ყოველთვის ისტორიის მანძილზე. აბა როდის იყო სხვანაირად? კონიუნქტურა ყოველთვის იცვლებოდა სამყაროში, დღესაც შეიცვალა და ჩვენ მივდივთ ამას რა. კი ბატონო, ზოგი ექსპერტი პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ დღეს ვართ ახალი ცივილიზაციის დაბადების ზღვარზე. ამიტომ უნდა მივიღოთ ის, რაც ხდება, ხო? ნუ ამაზე ალბათ საზოგადოების შეთანხმებაა საჭირო, გვინდა ეს თუ არ გვინდა, ხო? ეკლესია ძალიან კარგ საკითხს მივადეთ, გვინდა ეს თუ არ გვინდა ეს. და თუ ეს არ გვინდა, ამას პირდაპირ უნდა დავეჯახოთ, ასე ვთქვათ და აი ამ თავის ტკივილს ვებრძოლოთ. ანუ სიმპტომს ვებრძოლოთ, არ ვიცით, მაშინ როდესაც არ ვიცით რა საიდან მოდის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა საიდან მოდის, თუ გვინდა რომ ამას დაუპირისპირდეთ. მე მაგალითად ბოდიში ბატონო გზა ეხლავე. მე მაგალითად აი თქვენმა საუბარმა გამახსენა, კარლ ბილტი არის ასეთი კაცი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. აი ამ კაცმა ერთი ორი კვირის წინ დაახლოებით განაცხადა, რომ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რუსეთს, იმიტომ რომ ის არის მართლმადიდებელი ქვეყანა. და ეს არის საშინელი მოვლენა. რატომ? იმიტომ რომ მართლმადიდებლობა იცავს ტრადიციულ ოჯახს და ეწინააღმდეგება LGBT საზოგადოების განვითარებას. საგარეო საქმეთა მინისტრი შვედეთის. კი, მაგალითად ნორვეგიაში ინცესტი ეს ჩემის აზრით რაღაცა უსაზიზღრესი მოვლენა, ხო? აი თქმაც კი გზარავს, ხომ რა არის ეს? ინცესტი გამოაცხადეს ეროვნულ ტრადიციად. მე არ ვიცი საით მიდის ევროპა. ბატონო გზა, როგორ არის ამ თვალსაზრისით საქმე ამერიკაში? მე რა მივიდა, იცი რატო ბოდიშვილი რომ შეგეწყვეტინა რა მივიდა, მე რაღაც უფრო მარტივად განსხვავდა ამას ყველაფერს. ლაპარაკი რაზეა ესე ჩემის აზრით? ეგი უწმინდესმა ისეთი რაღაცა თქვა რა, ნუ გეშენია საქართველოს გული კი რა გამომივარდა რა ეს რო გავიგე და ამ დროს უწმინდესი არის ჩვენი მორალური საზომი, ჩვენი მორალური სიმაღლეა. და ის არ არის ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები. გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში არის რა, მოგეხსენება მთავრობა. მთავრობას აქვს თავის ხერხები, ერის და თავის რჩენის. ჩვენ არ შეგვიძლია ეს მხოლოდ მორალით რო ვიკვებოთ. მორალი ეს იდეალური იქნებოდა იყოს მაღალ დონეზე, მაგრამ ამავე დროს გვაწუხებს ასე ვთქვათ კუჭები და თავი უნდა შევინახოთ. იგი 21 საუკუნის დასაწყისში აღმოჩნდა რომ იგი საქართველოს თავი შეინახოს, მას ჭირდება ევროპის დახმარება. რატო? იმიტომ რომ ნუ რუსეთთან გაფუჭდა ურთიერთობა, რაღაც ურთიერთობები შეგვერყა იმდენ ისეთნაირად რომ ასე ვთქვათ ჩვენი კეთილდღეობა ცოტა დაეცა და ამიტომ შევხედეთ თვალებში ევროპას. და ევროპამ ხელი გამოგვიწოდა და ევროპამ ასე ვთქვათ უნდა გადაგვარჩინოს, ესე ითვლება ახლა. იმიტომ რომ დამოუკიდებლად მარტო ვერ გააკეთებ, ვერ შეინახავ თავს, არავინ აღარ ინახავს თავს მარტო დამოუკიდებლად. მათ შორის არ ჩვენ. და არის ასეთი აზრის მიმართულება პოლიტიკური ევროპის მეტი არაფერი არ არის. არა, პოლიტიკური აზრის გაბატონებული პოლიტიკური აზრის მიმართულება ახლა არის ის, რომ ჩვენ უნდა ჩავეკრათ გულში ევროპას. დღეს ასეთი მიმართულება აზრის. და ის ევროპა
რომელსაც გულში გინდა ჩაეკრა და ხელი უნდა მოუწერა ასოცირებაზე, ეს გეუბნება, რომ შენ იმდენად ტოლერანტული უნდა იყო, იმდენად რბილი უნდა იყო, იმდენად ლიბერალი უნდა იყო, რომ ასეთი რაღაცები აღარ უნდა გაწუხებდესო. მან ლიბერალიზმი არ არის ლაპარაკი. ამას გეუბნებიან. გაიგე და ეხლა ჩვენზეა დამოკიდებული, ამას მივიღებთ თუ არა. ისე პრაქტიკულად რა გამოდის, ისი? კაი ცხოვრება თუ გინდა, უნდა ეს მიიღო. თუ გინდა რომ გაჭირებული იყო, მაშინ იცხოვრე შენი შენი ასე ვთქვათ მართლმადიდებლური მორალით და იცხოვრე როგორც გინდა. აი, რაღაც საკითხი ასე საზიზღრად დგას, გაიგე? მე კი არ მიხარია ეს. მე კონსტატირებას ვუკეთებ ფაქტს. აი, აიღე ამერიკა, შემეკითხო ამერიკა როგორ იქნება? ამერიკაში როგორ არის და რამდენად მე ვიცი, ასე ვთქვათ, რამდენად მე ვიცნობ ამერიკას, ეს ხო არის ქვეყანა გაყოფილი, ეს კი ორ დიდ ნაწილად. ერთ მხარეს არიან ლიბერალები, მეორე მხარეს კონსერვატორები. ეს ლიბერალური, ასე ვთქვათ, თავშებული სამყარო ერთია და კონსერვატიული ძველი დაგვინებული პატივსაცემი ამერიკა, რომელიც ესე იგი უდიდეს პატივცემს, ესე იგი ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციულ ოჯახს და ასე შემდეგ, სულ სხვა ჭუაზია. აბსოლუტურად. ერთი წუთი წარმოვიდგინე, თუ მაგ წამი გეტყვი, რომ ამ ტრადიციულ, ესე იგი ოჯახში, რომელსაც მართავს ერთი მშვენიერი ქალი და კაცი, ამერიკელი ძველი ოჯახური ტრადიციების პატრონები და აი გარეგნობის და ყველაფერი ჯანსაღიროა, და სახლი, კარი, სული, გული, ყველაფერი, უცებ მოუვა სახში ერთადერთი ბიჭი და ეტყვის. მოუყვას ამ ხანაკს ბიჭს და ეტყვის, რომ მამიკო, ეს არის ჩემი ცოლიო, საცოლეო, ეტყვის. ამ პირიქით საქმე რა? ან ჩემის და ეს კაცი შეხედავს, გაიგე და ცხადია რეაქცია ექნება. არ დაიჯერო, რომ ამას დადებითი რეაქცია. შეიძლება თვითმკვლელობით დამთავრდეს ის საღამო იმ ოჯახში. აქამდე შეიძლება მივიდეს ეს ამბავი, მაგრამ აი თუ შეეგუა წარმოიდგინე რა დღეშია ეს ვაჟკაცი, ეს ტრადიციული კაი კაცი, ფულის გამკეთებელი ოჯახის შემნახავი, სიკეთის მომტანი, ეკლესიისთვის ფულის გადამრიცხავი, როგორც წესი. ესე იგი ყოველ დიდი რაოდენობის ფულის და ასე შემდეგ. კეთილი ცხოვრები კაცია, გაიგე და უცებ ერთ-ერთი შვილი ამას ეუბნება და ეს კაცი უნდა შეეგუოს, რომ მისი რძალი უნდა იყოს მამაკაცი. ამას კონსერვატული ამერიკა ამას არ აიტანს. აი ლიბერალური ამერიკა შეიძლება ამაზე დათანხმდეს. ამით რას ვამბობ, იცი? ეს სამყარო იმდენად ჭრელია, რომ თანხმობა და კონსენსუსი პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ამ საკითხზე, იცი? მე კი ვიტყოდი, რომ საქართველოს უნდა იაროს იმ გზით, უნდა მონახოს ისეთი ხერხები ცხოვრებისა და გადარჩენისა, რომელიც მას კეთილ ურთიერთობაში ამყოფებს დანარჩენ სამყაროსთან და თან ჩვენაც შიგნითაც ავწუხდებით, გაიგე, როგორც მართლმადიდებლები, როგორც ესე იგი წესიერების და ამაღლებული მორალის მიმდევარი ხალხი. თუ ამას არ ვიზამთ, გაგვიჭირდება. კარგი, ძალიან კარგი. ბატონო გზარ, მე ეხლა დავსვამ შეკითხვას, არის თუ არა ალტერნატივა, არსებობს თუ არა ალტერნატიული მიდგომა. ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი, თუ არ ვცდები, ევროპაში იმყოფება და მას დაუსვეს შეკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ნახოთ მისი პასუხი. У нас принят закон, согласно которому запрещена пропаганда среди несовершеннолетних. Но я вам скажу еще раз. И в вашей стране, во всех европейских странах, и в России существует большая проблема, связанная с народонаселением. Демографическая проблема. Рождаемость низкая. Вымирают европейцы, вы понимаете это или нет? Но однополые браки детей не производят. За счет иммигрантов вы хотите выживать? Вам иммигранты тоже не нравятся. Потому что общество не может адаптировать такое количество иммигрантов. Ваш выбор является таким, как он есть во многих странах. Признание однополых браков, право усыновления и так далее. Но позвольте нам сделать наш собственный выбор, так как мы его видим для собственной страны. Что касается прав, то, повторяю еще раз, представители сексуальных меньшинств у нас никак в правах не ограничены. Нет ограничений. У нас нет законов, ограничивающих их в чем бы то ни было. Ни на работе, ни в других сферах деятельности. Нет такого. Я уже многократно говорил, я общаюсь с этими людьми.
вручаем даже государственные награды, медали и так далее, если они заслужили это по роду своей осуществляя свою деятельность в искусстве, там, на предприятиях и так далее. Это нормальное дело в нашей политической практике. Не нужно ничего нагнетать, того, чего нет. Это избыточные страхи. В некоторых странах, кстати говоря, до сих пор сохраняется уголовная ответственность за гомосексуализм, скажем. Вот в некоторых штатах, в США, есть до сих пор уголовная ответственность. И федеральный суд, он против этого, он считает, что это неконституционно, но отменить пока никак не может. Но это же есть, понимаете? Почему вот так это всем нравится, акцент такой сделать на России? Не надо нагнетать ничего страшного. Აი თავიდან ბოლომდე ამ ორ წუთში ამ კაცმა ჩამოაყალიბა იდეალური მიდგომა ჩემის აზრით ამ პრობლემისადმი. არავით არის დასჯა, არავით არის დისკრიმინაცია, არავით არის პრობლემის შექმნა ამ ხალხისთვის სამსახურში თუ სხვაგან და სხვაგან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ არავით არის პროპაგანდა, მით უმეტეს მცირეწლოვანთა შორის აი ამ უბედურებისა, რასაც ქვია არა ტრადიციული. ის შეგიქმნის პრობლემას. შენ არ უქმნივა და ის შეგიქმნის პრობლემას. ის შეგიქმნის პრობლემას, მაგრამ აი რუსეთი აგვარებს ამას, აწესრიგებს. ვერანაირ პრობლემას ვერ უქმნის. ბატონო ვალერი, იმიტომ რომ სწორედ პუტინის ასეთი პოზიციის გამო ბოიკოტი გამოუცხადეს სოჩში ოლიმპიურ თამაშებს. და მიუხედავად ამისა, სოჩში ჩატარდა ოლიმპიადა ისე რომ არსად არ ჩატარებულა ასე ორგანიზებულად, ასე ლამაზად და სხვათა შორის რუსეთმა მოიპოვა უბრწყინვალესი გამარჯვება. ვერაფერს ვერ შეუქმნის პრობლემა. მთავარია მიდგომა გქონდეს, მთავარია საკითხის გადაწყვეტა გინდოდეს და პრობლემის დაძლევა გინდოდეს. როდესაც ლაპარაკობ რომ მართლმადიდებელი ვარ და არ მინდა მე აი ეს შემოუშვა და მივიღო, მაშინ კეთილი უნდა ინებოდა თქვა, რომ ჩვენ არ მივდივართ ნატოსკენ, არ მივდივართ ევროპისაკენ, ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქვეყანა და მივდივართ მართლმადიდებელ სამყაროსთან, ასე ვთქვათ, ჰარმონიზებაზე. შეუძლია ასეთი ლაპარაკი, იმიტომ რომ რუსეთს ლელო გააქვს მუშტიკრივით და ცემა ტყეპით. ესე იგი, ამათ შეუძლიათ ასეთი ლაპარაკი. ჩვენ ანალოგიურად ვერ ვისაუბრეთ. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ უფრო ნეიტრალურად, უფრო გონივრულად. ეს პირდაპირი განცხადებები ამათ შეუძლიათ რომ აკეთონ. ასე არ იქცევია თუ თელთავის ცხოვრება ესენი. ამათ ჩვენ ვერ ავყვებით. ბატონო უზარ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც ვთქვათ კანონს და გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება ვიღაცა, ცემატყება არიციან? კაცო, როგორ ევროპაში არიციან ცემატყება? როგორ არიციან? მილიონი მოქალაქე გამოვიდა საფრანგეთში, ანალოგიური კანონის მიღების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, კაცო, იქ სადაც კანონის აღარ ეშენი ადამიანს, იქ ამერიკაში ქვეყანა იქცევა იმ დროს უკვე. კარგით, ეხლა მე ერთ რაღაცას გეტყვით კიდევ. აი ანალოგიური შეკითხვა, რაც პუტინს დაუსვეს ევროპაში და რის პასუხიც ახლა ჩვენ მოვისმინეთ. ანალოგიური შეკითხვა დაუსვეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში. მაშინ როდესაც ის ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო და დღეს არ არის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად, მაგრამ პრაქტიკულად მას ბევრი ბერკეტი აქვს იმისათვის. მოვისმინოთ ახლა. ბატონ ბიძინა, რამდენიმე დღეში იგეგმება სექსუალური უმცირესობის აღლუმი თბილისში რუსთაველის პროსპექტზე. ასევე იგეგმება ადამიანების აქცია, რომლებიც აპირებენ, რომ მათ ხელი შეუშალონ. სოციალური ქსელებით ვრცელდება, ვთქვათ, მოსაზრებები, რომ ამ მსგავსი აღლუმის ჩატარების შემდეგ საერთოდ დღის წესრიგში ხომ არ დადგება ერთსქესიანთა ქორწინების საკითხიც. უბრალოდ ზოგადად მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ამ თემასთან დაკავშირებით. კი ბატონო, მოგახსენებთ? სექსუალური უმცირესობები მრავალჯერ განიცხადებია, მე ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც ჩვენ წარმოადგენთ თითოეული ჩვენთაგანი და ამაზე აქცენტები არ უნდა გაკეთდეს, საზოგადოება ჩვენი ნელ-ნელა ამას შეეჩვევა, მე ვიცი რომ კითხვები არსებობს ხალხის ნაწილი, რომელიც ამას ვერ ღებულობს, ამისთვის არსებობს ჩვენ სახელმწიფოში სამართალდამცავი სტრუქტურები, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნებისმიერ უმცირესობის უფლებები დავიცვათ და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. რაც შეეხება მეორე ნაწილს თქვენი კითხვისას, ეს აქტუალური არაა დღეს. საზოგადოებაში ეს კითხვები არ ისმის და შესაბამისად ჩვენ აი როგორ არის კარგი ის არის რომ პერიოდი პარაოზა ხო ისეთ საკითხია რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამაზე დღეს კიდევ არ არის ჩამოყალიბებული და შესაბამისად წინასწარი განცხადებებით
ყველას პატივიცეთ და ანგარიში გაუწიოთ. არ დგას ეს დღის ეს რიგში, საფრანგეთში იყო, ჩემი ოჯახის შესაძლებელი დროს იქ იყო, როდესაც კანონმდებლობდნენ და იქაც ნახეთ, რომ საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამან და ამის გახლიშა საზოგადოება. შესაბამისად ჩვენ ყველა ნაწილს ჩვენი საზოგადოების პატივი, ზედმეტად ნუ გავამძაფრებთ ამ დამოკიდებულებას, თუმცა ჩემი დამოკიდებულება პირველ პრეს კონფერენციაზე მოგახსენეთ. ეს მარტივია და ესე უნდა იყოს და არაფერს არ ხედავ ამაში არაჩვეულებრივს ყველა უმცირესობას ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და მაქსიმალურად დავიცვათ მათი უფლებები. აი მე ვიტყოდი რომ ძალიან კარგი პასუხია გაცემული იმ ნაწილში, რასაც ქვია თქვა ტოლერანტული დამოკიდებულება და ჰუმანური მიდგომა, მაგრამ აკლდა ის, რაც იყო პუტინის პასუხში. რომ არავითარი პროპაგანდა ჩვენ უნდა ავკრძალოთ ამის პროპაგანდა. არავითარი ქუჩაში, სირბილი, დროშებით და რაღაცა ჭინჭებით. აღლუმები და გეიმახა როგორი აღლუმი. აი ეს აყდა, ამიტომ ხომარჯობია რომ ჩვენ ერი და ბერინებია რა. მამა ამირან, ხომარჯობია რომ ერი და ბერი ამ საკითხში შეთანხმებულად მოქმედებდეს. პატრიარქი რასაც ამბობს, კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა, ყურად იღონ ეკლესია რასაც ამბობს და მიდგომა იყოს კომპლექსური. კი ბატონო, ვიყოთ ტოლერანტული, ვიყოთ მომთმენი, ვიყოთ მიმტევებელნი, მაგრამ ამავე დროს არავითარი პროპაგანდა ამის. თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება არის სიტყვის თავისუფლება და იმას რაღაც თუ დააკლდება, უკვე აღარ იქნება სიტყვის თავისუფლება. ამას რას უშვები? ბატონო უგზა, რას უშვები, იცი, არსებობს უცენზურო სიტყვები. სიტყვის თავისუფლება ხომ არ ნიშნავს დედის გინებას ყმამაღლა რა. ხომ არ ნიშნავს. ესე იგი არსებობს, როდესაც არსებობს თავისუფლება, იქვე არსებობს მისი დიალექტიკური საპირისპირო, მოვალეობა. თავისუფლება, რომელსაც არ ახლავს მოვალეობა, ის თავისუფლება კი არ არის. სწორედ ამასთან დაკავშირებით აქვს ქართველკაც ნათქვამი შესანიშნავად. გიჟი თავისუფალია. თუ მართლა თავისუფალი ხარ, ესე იგი გიჟი ხარ. შენ თავისუფალი უნდა იყო, მაგრამ მოვალეობის გზნობა უნდა. მაგაზია ყაყანი და ლაპარაკი გამოხატვის თავისუფლებაზე. ხო და მაშინ ეს დავადგინოთ, გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს შეზღუდული, მაშინ როგორ შეზღუდული უნდა იყოს? რამდენად უნდა იყოს შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება? მე ხო გავუდგე თელი დღე ჩემ თავს უწევ წინააღმდეგობას. აი მე მაგალითად არა, ნუდისტების პარადიგმა მაინტერესებს ქალაქში რო იყო, ჩვენიერი საყურებელი იქნება. თან შეიძლება ხეირი ნახო ერთი კათხალუდი და გასაგები, აი მე ხო გეუბნები თელი დღე ჩემ თავს წინააღმდეგები. მაშინ დაუშვი ესე იგი ბესტიაფილების ესე იგი პარადი, დაუშვი რა, მერე ნეკროფილების პარადი დაუშვი, გამოიყვანე კუბოებით. რა ვიცი ესე იგი, გასაგებია რომ ეს რაღაც არ არის სწორი, გაიგე? მაგრამ მე არ მყოფნის არც გამოცდილება და არც გონიერება, რომ შემოგთავაზო ოპტიმალური რა. იქნებ ყველამ ერთად ვთქვათ რაღაც, რა ვიცი. ამიტომ უნდა იყოს ჯერობის თემა. ბატონო მამამირან, ეხლა მოგცემ სიტყვას, მანამდე თუ ნებას მომცემთ შემოვიყვან მაყურებას. გისმენთ ყურადღებით. რამებში და ისა ბატონო მოგესალმებით, პატრიციებით. მადლობა ესეთი სტუმრებისთვის, პირესამები ჩვენ სტუმრებს და შვიდობა მამაო ამირან თქვენს. შვიდობა გენო. დაიხარეთ. ბატონო ვალე. ეს ამ 25 წელი რომ ჩვენ ესე შუმად ვიყავით, აი სადამდები გვიყავნა. ჯერ სამი ჩვენი სამშობლოს გაყიდვა. გაიყიდა, აბარა იყო სოხუმის და ყველაფერის. მერე ხალხის დაღაჩაღება. ეხა უკვე გადავიდნენ საწუნებაზე, ეხა ეს არის ბატონო ვალე და ჩემო სტუმრებო, ეს არის ძალადობა სახ ადამიანებზე. ძალადობა აბარა ჩვენ ხო ვეზიზღებით იმას. აი ვეზიზღებით, აბა წარმოიდგინეთ როგორ არის გადმოსული შეტევაზე. ეს იმის ბრალია ბატონო ვალე რომ ეს ვაჟბატონები, აი ესე დიდი ბოდი შეცხეროთ წინა დაწეში სფირი გვიჩვენეთ, ის კაცი არ არის, კაცად ნუ ვახსენეთ მაგას. ჩემთვის ეგ არ არის კაცი. და არც ის ვიც ხელი მოაწერა ამ კანონს, კაცები არასდროს არ გახდებიან ეგენი. ჩვენ საქართველოში. და ეს არის ძალადობა. ბატონო ვალე, თქვენ რო არ მოგწოთ ადამიანი თქვა, აი სადღე გეხათ უბანში, სუფრაზე და ვიღაც ადამიანი მოდის და აი სხვა სახელებს შეურაცხყოფს, იგინება ან არასწორად იქცევა, ან თავხედურად იქცევა. თქვენ ხო იმათთან დგომა არ გინდა. ეკიდებით ხოლმე. არ მინდა ჩვენ მაგათთან დგომა და ძალაზე ხართ ხო? არ მინდა რომ გვერდზე დამიდგეს და იძალადოს აი ესე გათახსირებულობით. ამიტომ მე გამოსვლას გეუბნებით. ეგ ვაჟბატონები რა კითხავენ თავის თავს ეგრე რა ვიღაც რაღაც უფრო ახალ და უფრო ზე მაღალ ადამიანებად თავისის აიშენონ სამართყოფოები, კინოთეატრები, აი ვინც კიდე ხელს უწყობს გავავიდნენ და სადმე იცხოვრონ იზოლირებულად თავისი სამინისტროები კონდეს, თავისი
რა ვიცი, პოლიკლინიკები გქონდეთ, კინოთეატრები გქონდეთ. რა უნდა რატო უნდა დამაჯდეს თავზე? ეგ უკანა კანალის გამქირავებლები, ეს ვიც ვაწერა ხელი და არასაფარები ვიწერი საქართველოს აფერდე მიყვარა. მე გაიყარეთ და ნახოთ როგორ უნდა მოვიქცეთ. წავიდეთ სამკე იყო გაიზოლირებული. მადლობა, მე მესმის თქვენი ემოციების და სხვათა შორის ერთი ძალიან მტკივნეული საკითხი დგება ამასთან დაკავშირებით. აი რამდენჯერ თქვი სიტყვა ტოლერანტობა. და მის შეგვაძულონ უკვე ეს სიტყვა. არსებობს ეს ტოლერანტობა, მაგრამ ასეთი მიდგომა, როდესაც ის აქტიურდება, როდესაც ის აგრესიული ხდება, როდესაც ის საზოგადოებისთვის საშიში მოვლენა ხდება და საშიშროებად იქცევა, ასე შემთხვევაში შეიძლება ტოლერანტობა გაქრეს. ამიტომ ეს ინტონაციები არ მიკვეს მე აბსოლუტურად. ეგენი რა ზეუნებიან, იცი? პროპაგანდას კი არ ვეწევი, გეუნებიან. მე შემხედე ისე, როგორც ჩვეულები რომ ადამიანი ნუ გიყვირს მე, რო ეგეთი ვარო გეუნება, გაიგე და ნუ დამამალებთ მურაფერს, რომ მე მინდა ვიყო გახსნილი და არაფერს არ უმალავდი და შენ ეს არ გაგიკვირდესო რა. აი მას გეუბნება. გასაგებია, მაგრამ როგორ არ გამიკვირდეს ის რაც გასაკვირია. ჩემო კარგებო, ბოდიშით რა მე მაინც ვსივარ აქ და ვისმენ ახლა მას ყველა. 34-35 წელია მე კათალიკოსის გვერდით ვარ და მისი ესეთი თითქოს კრთალად ნათქვამი ყოველთვის საოცარ შედეგებთან მივყავდით და ეს იყო მთელი აი ამ წლების განმავლობაში. ჩვენ ბევრი მთავრობები გამოვიცვალეთ, ბევრი კანონებიც მივიღეთ და ხშირად იყო გაბუტული პრეზიდენტი შემირიგებია პატრიარქთან არაერთხელ თუ რაღაც ასეთი მოვლენები, მაგრამ ეს მოვლენა ნახეთ მისმა უწმინდესობამ როგორ ბრძანა და მე ტვინიდან ეს არასდროს არ მომივა რომ მე ეს არ მეთქვა დრო გავა და ყველას გაგვიკვირდება როგორ მივიღეთ და საბიყავით ჩვენ მაშინ რას ვაკეთებდით აი ჩვენ გაგვეძდება შვილები შვილიშვილები და კვითხავენ ბაბუ რას აკეთებდი მაშინ როდესაც ამ კანონს იღებდით ეხლა რა ვქნათ ჩვენ როგორ მოვიქცეთ ასე რომ არ შეიძლება ამის ჩვენ შედეგებზე და რატომ ჩაგეჩერით ბატონო ვალერი რომ ეს არის საშიში სცენი არსებობს ნარკომანია მე ჩემ ცხოვრებაში ერთი ღერის სიგარეტი არ გამისინჯავს ბატონებო და არც მე ანგელოზად არ დავბადებული ვარ და არც ღლად და არც ბოდიში ბატონო ვალერი მე მეუფი არ გახლავარ მე მოძღვარი გახლავარ მღვდელი დეკანოზი და მე რატომ ამბობ ამას რომ რაც არ მინდოდა იმას მე არადოს არ ვაკეთებდი ჩემი გოგონები მეგობრები მე თეატრალური ინსტიტუტი კონსერვატორია ახლა ხო იცით როგორი ხალხია იქ ყველა ეწევოდა რაღაც ერთი ღერის სიგარეტი არ მომიწევია მაგრამ მე ძალიან ეტყობა თავდაჭერილი ვიყავი ბავშვობიდან მაგრამ არიან ისეთი ადამიანები რომლებიც სუსტები არიან მე ვიცი თეატრალურ ინსტიტუტშიც და არ დავასახელებ დაწესებულებებს სადაც იყვნენ სოფლიდან ჩამოსული ბიჭები დღეს არიან აი ესეთი ცუდი ყოფაქცევის ვიღაცამ რაღაც კარგი ტანსაცმელი ჩააცვა, რაღაცა მისი სიღარიბე გამოიყენა, მისი სუსტი მხარეები გამოიყენა, ამ ცნუნებას ვერ გაუძლო და დღეს თვითონ არიან ამ სცენის პროპაგანდისტები და იმ დღეში, საცოდავ დღეში ისინი უბედური ხალხია, რა თქმა უნდა. მე ვიცნობ ასეთ ხალხს, მე შემთხვევით არაფერს საუბრობ, ბატონო ვალერი, ჩვენ გვერდით არიან ისინი, ჩვენი თანამშრომლები იყვნენ და არიან დღესაც ბევრი ეხლა ეკლესიაში არა, მაგრამ აი ინსტიტუტებში და სხვაგან. ამო გავლენა სხვაზე უნდა ისჯებოდეს თუ არა, აი ამას ბეკი. აი მე მაგის საშუალებით მადმინდა მივიდე რომ აი ნარკომანი თავისთვის იკეთებს იმ საოცარ შხამს და თვითმკვლელობას ეწევა და ის იმდენად საშიში არ გახლავთ ბატონებო, რამდენადაც აი ეს ადამიანები მე როდო გითხარით თავიდან თეატრში რომ მივედი და ესეთი ჭაბუკი ვიყავი ილიკო სუხიშვილი თავის ანსამბლისთვის მამზადებდა ну ეტყობა ცოტა გარეგნობა მქონდა ესეთი რაღაც და საშიში ვიყავი ამ ხრივ რომ ვინმეს არ გაებედა რაიმე ჩემთვის და ნახეთ მაგათ დოქტრინაში რა უწერიეთ ახლა მე ზუსტად არ მახსოვს მამა დავითმა ჩემმა მეგობარმა სიონის საკათედრო ტაძრიდან შესანიშნავად წაიკითხა რომ თქვენ შვილებს თქვენ თვალწინ გავაუპატიურებთ გამოვიყენებთ ჩვენ და თქვენ ხმას ვერ გავცემთ აი როგორ ამზადებენ ნიადაგს ისინი რომ ჩვენმა ხმა ვერ გავცემთ ეს გავრცელდა საშინელი ტექსტია ჩვენ ვიქნებით ყველგან თეატრში კინოში სკოლაში და ასე შემდეგ ჰეტეროღორებო ამბობენ ჰეტეროღორებო ჩვენ შევცვლით მთლიანად ამ დამოკიდებულებას მთლიან დაბალ კასტად და ბნელებათაც კი ახლა ჩვენი ინტელიგენციის ფსევდო ინტელიგენციის ჩემი ყოფილი შეიძლება მეგობრებიც ჩვენ მთლიან სასულიერო პირებს ბევრი მოხარულია ჩემ მეგობართა შორის რომ მე მოძღვარი გავხდი
და მეუბნებიან კიდევაც ოპერის მომღერლები, სახალხო არტისტები, როგორ გაბედი ამინა, როგორ წახვედი მომღერალი კაცი რა. მე წავედი ღმერთმა წამიყვანა. ეს ღვთიური საქმეა და ვიღაცამ ეს უნდა ვაკეთოთ ჩვენ. ეს ჩვენი პატრიოტული მენტალიტეტია, ეს ჩვენი თანადგომაა ჩვენს წარსულთან, ჩვენს დღევანდელობასთან და ჩვენ არა ვართ ისტორიის გადმონაშთები ან რაღაც, ჩვენ ვართ დღევანდელი რეალობა. შემოხოს ვისაც უნდა და ასე დავსვათ და ვისაუბროთ. კი ბატონო, აგერ პროფესორები ბრძანდებით, ამხელა ჟურნალისტი და ქალბატონი, ასეთი მეცნიერი, მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ, მაგრამ ღელვისაგან პატრიარქის სიტყვები სულ ყურში მესმის, ჩვენ როდის მოვიმკით თესლი, რომელიც მათ ახლა ჩააგდეს, როდის გამოიღებს ნაყოფს და ვის დააზიანებს ეს სარეველა. კარგით, არ დავჩაგროთ მაყურებელი, კიდევ მივცეთ საშუალება. გისმენთ ყურადღებით. ალო? ბრძანეთ. ბატონო ვალერი, მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენ სტუმრებს. ალო, ისმენთ? ვეღარ გისმენთ, ბრძანეთ. ბატონო ვალერი. დიახ. საერთოდ სოფლიოში მიღებულია, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ 97%. ეს პიროვნებები, ეს ავადმყოფი პიროვნებები შეადგენენ 3%, კაცობრიობის 3%. რატომ არ არის ჩვენი უმრავლესობის უფლებები დაცული? რატომ ილახება უმრავლესობის უფლებები? აი ეს კითხვა მაქვს თქვენთან ბატონო ვალერი. აი ამაზე თუ შეიძლება მიპასუხოს ვინმე. კი ბატონო, კი ბატონო. უწმინდესმა თქვა ეს, ვინ დაიცავს უმრავლესობას? კი ბატონო, მე ნაწილობრივ გავეცი უკვე ამ შეკითხვას პასუხი, როდესაც ვთქვი, რომ არ არსებობს არავითარი თავისუფლება და უფლება მოვალეობის გარეშე. ეს არის დიალექტიკური მთლიანობა და ერთი მეორისგან მოწყვეტით არ არსებობს. როდესაც ერთი ადამიანის უფლებას ვიცავთ, მისი უფლების დაცვა არ უნდა ნიშნავდეს სხვა ადამიანის უფლების შელახვას. აი ამ შემთხვევაში სწორედ ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე. მე წაღან შეკითხვა დავსვი, ეს ძალიან მტკივნეული შეკითხვაა. ჩვენი ერთ-ერთი საამაყო მომენტი ეს არის სწორედ ტოლერანტობა, მიმტევებლობა, შემწყნარებლობა. ეს ეროვნული თვისებაა, ეროვნული ხასიათია ქართველებისა. ამას ხომ არ დაგვაკარგინებენ ეს ადამიანები, იმიტომ რომ თვითონ აგრესიული ხდებიან და გაიძულებენ რომ შენც აგრესიული გახდე. გაიძულებს რომ გძულდეს ის, ვინც სინამდვილეში არ გძულს. ბატონო გიგი, თქვენ ფსიქოლოგი ბრძანდებით, აი მაინტერესებს თქვენი პასუხი ამ შეკითხვაზე. მე მაგ საკითხს ესე უყურებ, რომ კი ვთქვი, რომ ავადმყოფები არიან და რაღაცა და როგორც წესი, თქვათ, ავადმყოფს მოვლა უნდა, არა, ყურადღება უნდა, მაგრამ მაინც მთავარი აქცენტი ყოველთვის იგივე ნარკომანიასთან დაკავშირებით. ესენი არა მარტო თვითონ იკეთებენ, არამედ სხვებსაც ითრევენ ხოლმე. კი, იწვევენ და ხშირად უთქვამთ, ეხლა მე მაქვს ამასთან შეხება და უთქვამთ ხოლმე, რომ აი ახლა ჩემი მეგობარი ციხეშია, რომ გამოვა, პატივს სცემ და დავპატიჟებ და ნარკოტიკს დავახვედრებ და რაღაც. ესე არის მიღებული. და რაც მთავარია, ყველა შემთხვევაში, ყველა ავადმყოფობის შემთხვევაში ჩვენ უნდა ჩავწვდეთ იმ ძირს, საიდან მოდის, რატომ მოდის, როგორ მოდის და რამდენადაც შესაძლებელია, უნდა მოახდინოთ განკურნება და ან ყველაზე უკეთესია, როცა პრევენციას ვახდენთ. წინასწარ გეგმავთ ისე, რომ ეს პრობლემა აღარ დადგეს. აი მე ვთქვი, რომ ბავშვობიდან იწყება ეს პრობლემა და ჩვენ შემუშავებული გვაქვს მეთოდიკა, წიგნიც მაქვს დაწერილი ამასთან დაკავშირებით, თქვენ იცნობთ ამას, ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკა დავარქვი, რომ უფრო მსუბუქად იყოს ეს. აი როგორ უნდა უვლიდეს შვილს დედა, განსაკუთრებით დედა, იმიტომ რომ დედასთან იდენტიფიკაცია ძალიან ძლიერი ბავშვის და უფრო ხშირად არის დედა, ну მამას და ბებიას და პაპასაც ეხება ეს, მაგრამ და ამღდელებს ყველას, მაგრამ განსაკუთრებით დედას და ამ შეუძლია, რომ ის ტრავმები, რომელიც აქვს ბავშვს, რომელსაც ყველა ბავშვი იღებს, უნდა თუ არ უნდა მას და შობელსაც უნდა თუ არ უნდა, მაინც იღებს ეს ბავშვი და როგორ შეიძლება ამ ტრავმების განაიტრალება. თუ თანამშრომლობს სახელმწიფო თქვენთან, ან განათლების სამინისტრო, ან ვიღაცა თქვენთან და თქვენი ტიპის მეცნიერებთან, რომ გამოიყენოს ის, რაც თქვენ გააქვთ უკვე. არა, აი წეგან შემთხვევით არ ვახსენე, აი ბიო მას ნარკოტიკთან დაკავშირებით ტარდება იქ ლექციები, ტარდება გამოსვლები, სპორტული შეჯიბრებები, რაღაცეები და ეს მე ვთქვი, არავითარ შედეგს არ გამოიღებს. ამას ნახავენ. დიდი ფული იყრება ამაში და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ნაწილი რაღაცეების ჯიბეში მიდის.
და ამ დროს როცა ასეთი გზით ხდება და გონიათ რომ თქვა რაღაცას რო ეტყვი და დაგიჯერებს რა ეს არ არის მარტო იმაზე რომ შენ დაგიჯერებს თვითონაც შეიძლება ძალიან უნდა რომ დაგიჯეროს მაგრამ ვერ ახერხებს აი ვისაც არ ქონია საქმე ნევროზიანთან და ფსიქოზიანთან ის ვერ მიხვდება რომ ეუბნები იმას და აი კარგზე იფიქრება აი ხშირად არის რომ მოზდის საშინელი ცუდი ფიქრები ადამიანს როგორ დაემალოს და სად გაიქცეს არის ეუბნებიან კარგზე იფიქრე და არ შემიძლია ამ კარგზე ფიქრი ეს არის პრობლემა და აი როგორ უნდა მივიყვანოთ ადამიანი იქამდე რომ შეძლოს ეს აი ეს არის და შესაძლებელია ბავშვობიდანვე ამის გაკეთება რომ განეიტრალდეს და ის იდენტიფიკაცია სქესისადმი თუ სხვა რამისადმი ყველაფერი ნორმალურად წავა პირიქით ხო სკოლებში ახლა მიდის ხო დაზალება მიდის რომ რაღაც სექსუალური აღზრდის გაკვეთილები და ასე წერილია ეს აქტი მთლიანად ეს უნდა ესწავლებინათ ეს საინტერესო თემაა მაგრამ მოდით კიდევ ერთ მაყურებელს შემოვიყვან რო არ დავჩაგროთ ისმენთ ყურადღებით ალო დიახ გზავთ გამარჯობა ბატონო ვალერი და მივესალმები ყველას ბატონო ვალერი ეს ხანდახან ავადმყოფობა და ხანდახან აღვირახსნილობა ხანდახან ოჯახის ბრალია მშობლები ხანდახან უსიამოვნოდ არიან ერთმანეთთან ბავშვები ბიჭები ხედავენ ამას მე მყავდა ასეთი მეზობელი სამი ბავშვი ყავდა და ბიჭი ორ გოგოსთან დებთან იზრდებოდა და დების ფეხსაცმელები დების რაღაც კაბები რაღაცები და არ ეცალათ ოჯახს აი ეს იცით აქ ხდება რაღაც სხვა რამეა და მედიცინაში ყველა მიცის ეს დიდი ყურადღება ჭირდება მშობლებს ამ დროს რაღაც ყოფილა რაღაცა ისეთი კი ბატონო თქვენ თუ ეთანხმებით აი იმ კანონში ამ ჯგუფის შეყვანას ჩვენ ისეთი ტოლერანტები ვართ ჩვენ ამ თემაზე არც უნდა ვლაპარაკობდეთ იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ახალგაზრდები ვიყავით აუარებელი ვიცოდით ასეთები რუსთაველზე დადიოდნენ მეგობრობდით იმათთან ხელოვნების ხალხი იყვნენ ხელისგულზე ვატარებდით ეს არის სპეციალურად შემოგდებული ახლა რომ ვითომ ჩვენ ვართ ესა რა ქვიან უვიცი ხალხი და ვერაგი ხალხი და უნახავები ამერიკაში სცემენ გეის და მე ფილმში გამიგონია როდესაც ჩხუბობენ ამერიკელები და ურტყავენ ერთმანეთს ატი გეი და რუსული ნათარგმნი ინგლისურიდან ხო რამდენჯერ გეის გულობის უცემიათ მილიონჯერ ეს ფილმები გადიოდა ეხლა შეწყვით ეს ბოლო წლებში იცით ძალიან კარგად ვიცით საიდან ვიცით ჩვენ ევროპელი მწერლები რომ იყვნენ მამათმავლები საიდან ვიცით ისე ევროპელებიდან ვიცით ჩვენ ხარ დაგვესიზმრებოდა ვინ იყო მაგალითად სტეფან ცვეიგი ვინ იყო ახლა არ მიდოდა დასახელება მაპატიეთ და კიდე მიდოდა გაგრძელება მაგრამ არა უშავს გერინგზე ნარკომანიაზე ავიღოთ ნარკომანი გერინგი იყო და იმიტომაც იყო რომ ყველა მაღიარა თავის დანაშაული სასამართლოზე და გერინგი ყვიროდა უყვიროდა იმას რომ თქვენ ახართ ეს რა ქვიან გამყიდველებიო და რაც შეეხება კიდევ ნარკომანს მე ვიცი რომ ნარკომანი ბიჭი რომ გამოვიდა ციხიდან თავის მამიდას სიყვარული აუხსნა რა ლამაზი ხარ მამი და კინაღამ გაუპატიურა ეს მისი მამი და თქვენ იცით ესენი არ არიან დასასრული მადლობა ძალიან დიდი მადლობა სხვადასხვა ერთი საინტერესო თემა არის აი ეს ისტორიული პიროვნებები ძალიან მაღალი დონის და ძალიან ცნობილი პიროვნებები ისტორიული რომელსაც მიეწერებათ რომ ისინი იყვნენ სწორედ აი ამ კატეგორიის ეხლა ზოგიერთი შეიძლება მართლა იყო, მაგრამ ხომ არ არის ეს როგორ ფიქრობთ? ხომ არ არის ეს იმ პროპაგანდის ნაწილი, რომ აი ეს დიდი კაცი, ასეთი დიდი მხედართმთავარი, ასეთი დიდი მწერალი, ასეთი დიდი კომპოზიტორი. არა, შეიძლება არის კი ზოგ შემთხვევაში, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ხო არ მიეწერება, როგორ ფიქრობთ მე ესეც? იცით რა, ჩვენ აი ვლაპარაკობდით, ეხლა როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ეს მოვლენა, ხო და როგორ უნდა აიცილო, როდესაც პირიქით ეს ხდება პრიორიტეტული. წარმოიდგინეთ თქვენ გაეროს დოკუმენტებში წერია, რომ პოტენციურად ყველა სახელმწიფოში უნდა იქნას ამ ადამიანების უფლებები და პოტენციურად დაშვებული იქნას მათი ქორწინება. ეხლა შესაბამისად, ესე იგი ბავშვების აყვანა. წარმოიდგინეთ ფსიქოლოგიურად ეს მუტაციის პერიოდში როგორი
ესე იგი ტრამვარი ბავშვისთვის, რომელსაც უკვე დაფიქსირებულია მთელ რიგ ქვეყნების კანონმდებლობაში, მშობელი 1 და მშობელი 2, ხო? როდესაც 2 დედა ყავს, ან 2 მამა ყავს და როდესაც იცავენ, ვთქვათ, ამ უმცირესობების უფლებას, არავინ არ ლაპარაკობს ბავშვის უფლებების დაცვაზე, ხო, რომელიც ასეთი ტრავმირებული ხდება და შემდეგ როგორ გაიზრდება, კაცმა არ იცის და გარდა მაგისა, აი, როდესაც ჩვენ უფლებების დარღვევაზე ვლაპარაკობდით, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 2 მაგ და 3 მაგ სტანდარტთან და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ლიბერალიზმის ძირითადი კანონი არის ეს ოქროს წესი, ბიბლიური, რომ იქ მთავრდება შენი უფლება, სადაც ჩემი იწყება, ხო? აი ამ შემთხვევაში ნამდვილად დარღვეულია. ჩვენი უფლებები ირღვევა და მათი უფლებები იწყება, მაგრამ ჩვენი არ იწყება. ჩვენი მთავრდება. აი ეს ბრძოლა მაგაზე მიდის ზუსტად, რომ ჩვენ ამას არ უნდა ერქვათ ჩვენ და ისინი. აი ეს უნდათ ამას. გაყოფა. ხო, გაყოფა არ უნდა. ჩვენ და ისინი სიტყვა არ უნდა არსებობდეს, მაგრამ აი რამჭირს, აი გითხრა უნდა გაგიზიაროთ რა. მე როგორ ამარ იცი? ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია განსხვავდება ჩემი ეროვნული პოზიციისაგან. მე ესე წინააღმდეგობაში არასოდეს არ ყოფილა ცხოვრებაში. მე შიგნით ვარ პოლიტიკური წინააღმდეგობა სულში. გესმით, აი, ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია სხვა არის, ეროვნული სხვა. მოქალაქეობრივი პოზიცია მეუნება, რომ ძირს ძალადობა, არავით არის ძალადობა არავის მიმართ. ეროვნული პოზიცია მეუბნება, რომ რა დროს ასეთი ცხოვრების წესია, როცა დემოგრაფია დაეცა, ქალი კაცთან უნდა იყოს, კაცი ქალთან და უნდა მრავლდებოდეს საქართველო. მაგისთვის გწალია? აი ამ წინააღმდეგობაში ვარ და მიშველო რო ვიყირო, ვინ გიშველის? ვინ განმიმარტავს, ვინ მეტყვის? მარტო ამ სიტყვებისთვის ღირდა ამ გადაცემის მოწყობა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა სხვათა შორის. ეროვნული სული, ეროვნული მენტალობა შენში და მეორე მხრივ მოქალაქეობრივი, რომელიც არ ემთხვევა ერთმანეთს ხშირ შემთხვევაში. ქალბატონო, აქვე მინდა უკაცრავად პაუზით ვსარგებლობ, რომ გარკვეულ ასაკამდე უკვე სქესს არ უწერენ დაბადებულს და შემდეგ, როდესაც წლები გავა, მან აირჩიოსო. როგორ აირჩიოს? დაიბადა, კაცი დაიბადა საქართველოში, რა ბიჭი რო დაიბადებოდა, მთელი სოფელი გაიგებდა. თოფების როლით და ზეიმით ხდებოდა. ეხლა იმას ვეცადოთ 18 წელი, როდის აირჩევს ის. მე უნდა ვისურვოთ თოფი. იგივე სამბობენ რელიგიასთან დაკავშირებით. გაიზარდოს და თვითონ აირჩიოს. თავიდან იყო ბატონვალე ეგრე, მაგრამ შემდეგ. ბატონვალე, აი იმ ქალბატონმა რო თქვა, აი გეებთან დაკავშირებით აგრესიასთან, აი სწორედ აქ არის საქმე. ყველაზე მეტად ფსიქიკური აშლილობა ვლინდება აგრესიაში. ან ეს აგრესია თუ გარეთ არ ვლინდება, შიგნით მიდის საშინელი აგრესია საკუთარი თავის მიმართ და თვითმკვლელობა და ასე შემდეგ. თვითმკვლელობით ამთავრებს. ამას იწვევს, თუ არა გარეთ ვლინდება. ამიტომ იქ არის სწორედ ამერიკაში ეს გამოთქმა წამოვიდა, რომ ძალიან აგრესიული ვინც არის, შენ გეი ხო არა ხარ, რა აგრესიული ხარო. აი იმიტომ ამბობ, ეს არის სწორედ ფსიქიკური პრობლემა და რამდენადაც ეს შესაძლებელია, მე მაქვს ამის თქვის უფლება, მაქვს ეს მექანიზმები და ეს ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, ვისაც ჩვენ მშობელს და არაერთ და ორს ჩაუტარეთ ეს კონსულტაცია და ამ გზაზე დავაყენეთ, მას შვილებთან პრობლემა არ აქვს. ძალიან მაგარი რაღაცა გითხრათ, ესე იგი, ძალიან მაგარი რაღაცა გითხრათ, ლინგვისტურად ხალხო როგორ აღიბეჭდა, ასე ვთქვათ, ენაში, ინგლისურ ენაში ეს ყველაფერი. თუ ამერიკელი იტყვის, რომ that's gay, ნიშნავს, რომ ეს ცუდია. არ ეგეთი გამოთქვა, ჟარგონია, oh that's gay. ჟარგონია ასეთი. ეს კარგს არ ნიშნავს, პირიქით, გაიგე? ანუ ლინგვისტურადაც აღიბეჭდა ეს ამერიკაში. გასაგებია. ამერიკაში, საქართველოში ყველაზე სალანძღავი სიტყვა, რაც მოგადგება, პედერასტო, რა თქვია, ეს ტერმინის არ ვარ გაიგე, ეს პედერასტი სწორი ტერმინი არის, ჰომოსექსუალი, იმიტომ რომ პედერასტი სხვა რაღაცას შეიძლება ახლის არის მოიფიქრო, ახლა როგორ უნდა ჩვენ და ხოცი ტერმინების აღრევაა საერთოდ გლობალური, იმიტომ რომ მაგალითად ჯიპს უძახიან ყველა მანქანას მაგალითად, ამ დროს ჯიპი არის მარტო კრაისლერი. პედერასტი ეძახიან ყველა ჰომოსექსუალს, რომ პედერასტი არის ბავშვების მადევარი და ასე შემდეგ რა. კონფლიქტი ერთი პრობლემის წინაშე ვარ, აი წუხელ მქონდა გადაცემა აქ და ამ თემებზეც მქონდა საუბარი, ახლა დღეს მთელი გადაცემა 2 საათიანი ამ თემას მიუძღვენით და ერთგვარ პროპაგანდას ხო არ ვეწევით ჩვენ, ანუ
ხომ არ ჩაგვითრიეს და თავის სასარგებლოდ ხომ არ გვიღე. გენიალური შენიშვნა გააკეთე ახლა შენ. შენ და უნებურად. აბსოლუტურად გენიალური. რატო უნდა? იმიტომ რომ როცა ამ თემაზე ლაპარაკობ და ასე ხარ დაკიჩმაჩებული და ესე გაწუხებს, ეს ერთგვარი პროპაგანდაა, გაიგე? და სხვადასხვა ადამიანი ჩვენი ნასაუბრებიდან სულ სხვადასხვა დასკვნას გააკეთებს. აბა ამაშია საქმე. ამაზე კვლევა, ამაზე აი თემაზე რომელიც შენ დააყენა შენი კომენტარით, ძალიან დიდი მეცნიერული კვლევები მიდის ამერიკაში. აი როგორ უნდა მოექცე ეგრეთ წოდებულ ბიგეთს, ანუ უჯუქს და ეს სრულწლოვანი მქონე ადამიანს. უნდა ესაუბრო მას რადიოში. ინტერვიუ უნდა ჩამოართვა ტელევიზორში გამოიყვანო, იმას უნდა. რატომ? იმიტომ რომ მაინც ორი სიტყვით მითხარი, ვარგო და დღევანდელი გადაცემა თუ არა? არა, მე მგონი დღეს ჩვენ ძალიან სწორი აქცენტები დავსვით და ეს ასეთ საუბრები საჭიროა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. რატო იცი? პირიქით არ გამოგვივიდა. ჩვენ რა გვინდა? ჩვენ გვინდა სწორი გავლენა საზოგადო, ჯანსაღი გავლენა საზოგადო. ანუ ჩვენი საუბრის მერე ჩვენი საზოგადო უნდა იყოს უკეთესი. მე მგონი მივახციეთ ამას, იმიტომ რომ რაღაც ვაფიქრებინეთ ისე, რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისათვის და გეთახმები ბატონ ნუგზარ, მეც მგონია რომ საინტერესო საუბარი იყო. ამით დავამთავროთ ჩვენი გადაცემა, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.